მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, თუ მას ჩვენი პრაქტიკული სულიერი ცხოვრებისათვის აქვს მნიშვნელობა და პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში შეიძლება მათი გამოყენება. პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში იგულისხმება მთავარი მიზნის არ დაკარგვა სულიერ ცხოვრებაში, რელიგიურ ცხოვრებაში და ეს მთავარი მიზანი არის ცხონება. ანუ ცხონება ნიშნავს სიცოცხლეში, მარადულ სიცოცხლეში მყოფობას, ანუ გადარჩენას. თუ ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში ვამჩნევთ ისეთ რამეს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ უშუალო ან ნაკლებ უშუალო ძალიან მნიშვნელოვანი ან ნაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ არ აქვს დამოკიდებულება სულის ხონებასთან, ანუ გადარჩენასთან, მარადულ სიცოცხლეს თუ არ უკავშირდება, სულის ხსნას თუ არ უკავშირდება, მაშინ ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში ესათვის ელემენტი იგი ზედმეტია და ჭეშმარიტების გზიდან გვაცილებს. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და წმინდა წერილში ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, როდესაც უფალი სწორედ თქვათ ამ მეორე ხარისხოვან თემებს, საკითხებს უარყოფს, უგულებელს ყოფს და ხანდახან ძალიან მკაცრათაც აკრიტიკებს. საქმე იმაშია, რომ ცხონებული, ანუ გადარჩენილი ადამიანი და ღვთის გარეშე დარჩენილი ადამიანი, იმიტომ რომ ის ვინც არ არის ცხონებული, ის ვინც არ არის გადარჩენილი, ის ვინც არ არის გამოხსნილი, ანუ მარადულ სიცოცხლეში შესული, ესეთი ადამიანი არის დარჩენილი ღმერთის გარეშე. იმიტომ რომ ცხონება სწორედ ღმერთთან ყოფობას ნიშნავს. შეუძლებელია ქრისტიანული ცხონების წარმოდგენა ღმერთის გარეშე. ეს არის სწორედ ღმერთთან ყოფობა, მასთან მარადიული ცოცხალ ღმერთთან მარადიული ურთიერთობა. და აი გადარჩენილსა და ცხონებულსა და ღვთის გარეშე დარჩენილ ადამიანთა შორის არის თუ თქვათ წარმოვიდგენთ თქვათ ადამიანთა ჯგუფს, ხო? ანუ ორ ადამიანს, რომელიც ერთი გადარჩა და ღმერთთან არის და მეორე ღმერთის გარეშე აღმოჩნდა. მარადულ პერსპექტივაში გულისხმობთ, იმიტომ რომ დღეს ცოცხალი ადამიანიდან ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ ის ღმერთის გარეშეა დარჩენილი, პრინციპში ვერც იმას ვერ ვიტყვით, რომ ის გადარჩენილია, იმიტომ რომ ადამიანი საბოლოო არჩევანს, ადამიანი არჩევანს, უბრალოდ ადამიანი თავის პიროვნების რეალიზებას რომ მოახდენს, ეს საბოლოოდ ის ვლინდება და დასტურდება მისი გარდაცვალებისას და საბოლოო ჯამში ეს ირკვევა უფლის დიდებით დაბრუნებისას, ჩვენთვის მანამდე ეს უცნობი ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეკლესია დააფიქსირებს თავისი ღმერთკაცობრივი ანუ მასში არსებული ჭეშმარიტებით, რომ ესა თუ ის ადამიანი ცხონდა, ანუ იგი წმინდანია და ჩვენთვის სამაგალითოდ წარმოაჩენს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გადარჩენილსა და ღვთის გარეშე დარჩენილ ადამიანთა შორის არის თვისობრივი განსხვავება და ეს თვისობრივი განსხვავება არის გადაულახავის ზღვარი. აი გახსოვთ დღეს სახარებაში აღმოკითხული იქნა სწორედ იგავი გლახაკსა და ლაზარეზე და იქ როცა გლახაკ ლაზარესა და მდიდარზე და როცა მდიდარი ჯოჯოხეთში მყოფი მდიდარი აბრაამს ეხვეწება, რომ ლაზარემ მას რაღაც ნუგეში ისეს წყალით ენა გაუგრილოს, აბრაამი ეუბნება ესეთ რამეს, რომ შვილო, ჩვენსა და შენ შორის ძალიან დიდი დანახეთქია და რომლის გადალახვა ან ჩვენგან ან შენგან არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ეს აბსოლუტური შეუძლებლობა ღმერთის გარეშე დარჩენილი ადამიანისა, რომ ღმერთთან იყოს, ეს აბსოლუტური შეუძლებლობა უფლის მიერაც სხვადასხვანაირად არის გამოხატული. ერთ-ერთი ესეთი გამონათქვამი უფლისა, სწორედ ამას წარმოაჩენს, როცა იგი ამბობს, რომ ადამიანისათვის შეუძლებელია ცხონება თავისთავად თუ ყველა ადამიანზე საუბრობს სხვათა შორის, არა მარტო ცოდვილზე, ყველა შეუძლებელია ცხონება თუ ეს ღვთის მიერ არ იქნა ღვთის მიერ არის შესაძლებელი, ღვთის მიერ ას ნიშნავს ეს ალკეთემა, მაგრამ ეს დაანახეთ, აი აქლემისათვის უფრო ადვილია ნემსის ხორელში გაძრომა, ვიდრე ადამიანის ერთის შესვლა სასუფეველში. როგორც მეუბნებიან ზარია პირდაპირ ეთერში. ალო. თქვენ გისმენთ? ალო. პირდაპირ ეთერში ხართ. ეთყობა არ ისმის, ვერ გამოდის ზარი.
საერთოდ, როდესაც რეკავთ, უნდა ტელევიზორს მოცილდეთ, ან ტელევიზორს ხმა ჩაუწიოთ, იმიტომ რომ იქ რაღაცა ხდება ისეთი, რაც მე ხელს გიშლით ჩვენთან კომუნიკაციაში. ესე იგი, წმინდა წერილი ძალიან ბევრ ადგილას მიუთითებს ამის შესახებ და დღევანდელ კვირისწირვაზე აღმოკითხულ ამ სახარებაშიც, რომელიც ეხება მდიდარისა და გლახაკი ლაზარეს ამ ურთიერთობას და მათ მარადიულ ხვედრს. ეს ყველაფერი დაიწერა, როგორც წმინდა წერილივე გვასწავლის, ყველაფერი რაც დაიწერა ჩვენს სამოძღვრებლად და საცხოვნებლად დაიწერა იმისათვის, რომ ჩვენ აქედან დასკვნები გავაკეთოთ და სულიერ ცხოვრებაში ვიყოთ ფხიზლად და არ ვიფიქროთ, რომ ჩვენ რადგან ჩვენი საკუთარი თავი ცოტათი მოგწონს, ეს თვისება ადამიანისა, რომ მას საკუთარი თავი მოსწონს, ამას ხიბლი ქვია სხვათა შორის და ხიბლის სხვადასხვა გრადაციები აქვს და სხვადასხვა სიღრმეები, ხიბლი ანუ ტყუილი, ხიბლი ტყუილს ნიშნავს და არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს უფლისეს გაფრთხილება, რომ ადამიანისათვის შეუძლებელია, ამიტომ ყოველთვის კრიტიკულად შევხედოთ საკუთარ თავს და გავიაზროთ, რადგან ჩვენ ქრისტიანობა გვსურს, თუ არ აქვს სურს ქრისტიანობა, ეს სხვა თემაა, მაგრამ რადგან ჩვენ გვსურს ქრისტიანობა, გავიაზროთ, მაშინ ქრისტიანობა რას ასწავლის ადამიანის მარადიული ხვედრით და ცხონების შესახებ და რას გვთავაზობს, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენში ეს მოხდეს და ამაში დიდი როლი სინანულს აქვს და სინანული რა ფენომენია საერთოდ ეს არის თუ არა სინდისის ქეჯნა თუ ეს სხვა რამეა და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დანახეთქი, რომელიც არის გადაულახავის ზღვარი, როგორ იქნას გადალახული ღმერთის მიერ, როგორც ამას თავად უფალი გვასწავლის, როგორც მითხეს ზარია პირდაპირ ეთერში. დავსვა. ალო. გისმენთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, პირდაპირ ეთერში ხართ. ისმის ჩემი ხმა. ისმის. ისევ ვერ გამოდის ეთყობა. ალბათ ტექნიკური პრობლემა. და რატომ ხდება ეს? რატომ არის ესეთი განსხვავებულობა გადარჩენილსა და ღმერთის გარეშე დარჩენილ ადამიანებს შორის? ამის მიზეზი კითხვა ეს საინტერესოა, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი ღვთისმკვლელებაა და ყოველი ადამიანი მისთვის არის შექმნილი, რომ იგი მარადულად ღმერთთან იყოს. ყოველი ადამიანი არის ღვთის ხატი და რატომ ხდება ესეთი უცნაური და ძალიან ესეთი მკვეთრი განსხვავება უკვე ადამიანის შინაგან სამყაროს შორის. შინაგანი სამყარო შემთხვევით არ ვახსენებ. სწორედ შინაგანი ძალიან სიღრმისეული თვისობრივი განსხვავება ხდება გადარჩენილებსა და დაღუპულებს, ანუ წარწმენდულებს შორის და აქედან გამომდინარე, ეს რომ შინაგანი განსხვავება ადამიანებს შორის, რომ გარიგნულად შეიძლება ვერც კი მიხვდეს ადამიანი, ორი ადამიანი რო დგას, თქვათ, ან ორი რელიგიური ადამიანი, ან ორი ადამიანი, რომელიც არ ვიცით, რომელიც ორივე თქვათ, სამოქალაქო თვალსაზრისით სწორად და კარგად იქცევა, შეიძლება მათ შორის იყოს ყოველ შემთხვევაში გამოცდილი სულიერი ადამიანი აუცილებლად შეამჩნევს მათ შორის განსხვავებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზედაპირული ერთი ხედვით შეიძლება ეს არც კი გამოჩნდეს, იმიტომ რომ ეს განსხვავება არის ძალიან ღრმა შინაგანი და ამიტომაც არის რომ სულიერ რელიგიურ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს სწორედ შინაგან რელიგიურ ცხოვრებას, შინაგან სულიერ ცხოვრებას. ამაზე ხშირად ვახსენებთ ხოლმე პავლე მოციქულს, რომელიც ხას უსვავს და უპირისპირებს პრინციპში ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს გარეგან რელიგიურობას და ჯულის გარეგან აღსრულებას, ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას და ეს პრობლემა თუ არ გადაუწყდა ქრისტიანს სულიერ ცხოვრებაში, დიდი საშიშროებაა, რომ მისი სულიერი ცხოვრება იყოს გარეგანი რელიგიურობა და სინამდვილეში მას ჭეშმარიტ შინაგან ქრისტიანობასთან არაფერი კავშირი არ ჰქონდეს. როგორც მითხეს ზარია პირდაპირ ეთერში. კარგით. მოგესალმებით, დამლოცეთ მამაო. ქრისტემ დამლოცეთ. ესეთი კითხვა მქონდა დავსვა
გისმენთ. დამლოცეთ მამაო, ასეთი კითხვა მქონდა, შეიძლება რთული გასაგები იყოს, მაინც ახთო საიდუმლოა და აი რამ განაპირობა, რომ ჯვარცმულ ქრისტეში განკაცებული ღმერთი შეიცნო ასევე ჯვარცმულმა ავაზაკმა. მადლობთ. მკაცრად. თქვენ დასვით ძალიან რთული კითხვა, იმიტომ რომ ადამიანის მიერ როგორ ხდება ღვთისშემეცნება, ეს არის დიდი საიდუმლოება. ჩვენ სწორედ მიახლოებით ამ თემებზე ყოველთვის საუბრობთ. ჩვენ სწორედ შინაგან ქრისტიანობაზე საუბრობდით რა. ეს არის სწორედ ის, რასაც აი მარცხნივ და მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი ორივე ერთნაირად იტანჯება, მაგრამ ერთი და ორივე პრინციპში ითხოვს იმას, რასაც თითოეული ჩვენთაგანი მოითხოვდა, როცა ჩვენ განსასწრელი გვაქვს, რას ვითხოვთ ხოლმე? უფალო გვიხსენ განსასწრელისაგან, ხო? ამას ვითხოვთ. პრინციპში ორივე ამას მოითხოვს, ორივე სურს რომ გათავისუფლდეს აი ამ საშინელი ტკივილისაგან, ტრაგედიისაგან და ცოცხლები გადარჩნენ. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და აი რა ხდება მერე, რომ ერთ-ერთი ავაზაკი მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი შეიცნობს მასში მაცხოვარს, გადამრჩენელს და უკვე გადამრჩენელს ევედრება არა გათავისუფლებას ამ საშინელი განსასწრელისაგან, არამედ ძალიან თავდაბლურად მარადილულ სიცოცხლეზე მიანიშნებს, იქ მომიხსენე, როცა შენ იქნები სასუფეველში, რა მოხდა, რა შეიცვალა ამ ადამიანში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საერთოდ ერთი რამეა, რომ ქრისტიანული სწავლებით ამას თავად უფალი გვასწავლის, იონეს სახარებაში ბევრგან არის და სხვა სინოპტიკურ სახარებებშიც არის. უფალი ხაზს უსვავს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ხურო იოსების შვილ იეშუაში, ანუ იესოში შეიცნობს განკაცებულ ძე ღმერთს და მაცხოვარს, ყოველი ესეთი ადამიანი განსწავლულია მამა ღმერთის მიერ. ანუ მამა ღმერთი აძლევს აი ამ შინაგან გამოცხადებას, მამისაგან აქვს ეს მას და აი ეს როგორ აქვს და რანაირად და რა შემთხვევაში და ასე შემდეგ ჩვენ ეს არ ვიცით. ეს ნიჭია ღვთისა და შეუძლებელია ამის გაგება ლოგიკურად. რა თქმა უნდა არის მეორე მხარე, არც ერთი ნიჭი ესე არ ეძლევა შემთხვევითად, ერთს მიეცა, მეორეს არ მიეცა, ამას თავისი მიზეზები აქვს. რა თქმა უნდა ისევ ადამიანში, იმიტომ რომ პრინციპში ყველა ადამიანი ერთნაირები ვართ, ადამიანშვილები ვართ და ჩვენი პიროვნული არჩევანებით განსხვავდებით, მაგრამ ბუნებითად, ანუ საწყისი მონაცემები ყველას ერთ და იგივე გვაქვს. ანუ ჩვენ არ ვიცით ეს, როგორ ხდება, რომ ერთი ადამიანი შეიცნობს, იგივე მაგალითად აი ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც აი ვხედავთ, რომ მათ ესე იგი ზნეობრივი ნორმების მიხედვით ვერ იტყვი, რომელს ჯობია თქვათ, ვერ დაახარისხებ ესე, მაგრამ ერთი ირწმუნებს, მეორე არ ირწმუნებს და ასე შემდეგ, ერთი გულმხურვალე, მეორე ნაკლებად გულმხურვალე, რა ხდება კაცმა არ იცის. ხო, გარდა ამისა ის რომ შეიცნო, ამას ჭირდება როგორც გითხარით, მამა ღმერთის შეწევნა და არის მეორე ის რომ ჩვენ მას დავემოწაფოთ, მას მივბაძოთ, ანუ განკაცებულ ღმერთს, ჯვარცმულ იესოს, მივბაძოთ, მისი მოწაფე გავხდეთ, მივბაძოთ, რომ მას დავემსგავსოთ და მას გავყვეთ, როგორც მოსწავლენი, ამას ჭირდება, ამაში გვესაჭიროება სულიწმინდა ღმერთის დახმარება, ამასაც გვასწავლის წმინდა წერილი, კერძოდ პავლე მოციქული, ასე რომ ეს არის ყოვლადწმინდა სამების დახმარება ჩვენზე. როგორ და რანაირად ეს არ ვიცით. მაგრამ აი ჩვენს ლოცვებში გახსოვთ არის ესეთი ადგილი, არა ზიარების წინდა ლოცვებში, არა ამბორს გიყო, ვითარცა იუდა. რას ნიშნავს არა ამბორს გიყო, ვითარცა იუდა? იუდა მოციქულია. მას ამბორის უფლება ეძლევა, ანუ ახლო მეგობარია ქრისტესი. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვევედრებით, რომ არ გვინდა რომ ვიყოთ ამბორის ყოფილები ვითარცა იუდა. რატომ? იმიტომ რომ იუდა ქრისტესთან არის ისე, რომ მას ქრისტე არ შეუცვნია. იგი ვერ მიხვდა ვისთან არის. გესმით? იუდამ ვერ იცნო ქრისტე. და ამიტომ იუდას მოთხოვნები ქრისტესადმი სხვა არის. რა მოთხოვნებია? მიწიერი თემები აინტერესებს იუდას. მიწიერი საკითხები აინტერესებს იუდას. იუდა ფიზიკური გარდაცვალების იქით ვეღარ იყურება. მისთვის სიცოცხლე არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ამის იქით მისთვის აღარაფერი აღარ არის და მთელი მისი მისწრაფებები, მთელი მისი თხოვნები, მთელი მისი საზრისი ცხოვრების მხოლოდ არის ის, რაც გარდაცვალებამდე აქვს ადამიანს. ამიტომ მისი დამოკიდებულება ქრისტესადმი შესაბამისია X, რაც თქვათ, ამ ქვეყნიურია,
ის მიზნები რომ ვერ კმაყოფილდება ქრისტეს მიერ, მაშინ ის ქრისტეს სურგს აქცევს და პრინციპში მოიძულებს კიდევაც. და არა ამბობს გიყოვით არც აი ეს რატოა ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ჩვენთვის ძალიან ხშირად ჩვენი რელიგიური ცხოვრება ძალიან ხშირად გაჯერებულია იმით, რომ ამ ქვეყანაზე პრობლემები ყველას გვაქვს და ყველას რაღაცა გჭირდება და ჩვენ ღმერთი გჭირდება, ცუდი იუდასავით გჭირდება ძალიან ხშირად, რომ აი ეს გქონდეს ეს და თუ არა მაქვს და თუ პრობლემაა, უკვე მერწმენაშიც კი ეჭვი ეპარება ხო? და ესე შეერყა იუდას წმენაში ეჭვი და მან ქრისტე უარყო. რაც შეეხება არამედ ვითარცა ავაზაკი აღიარებ, აი ავაზაკს ყველაზე მეტად იუდაზე მეტად ჭირდებოდა ამ ქვეყნიური დახმარება, მაგრამ ავაზაკი ამ ქვეყნიურ დახმარებას არ ითხოვს, არამედ იგი ითხოვს მომიხსენე მეუფალოდეს მოხვიდე შენ სასופველში მომიხსენე, ანუ ავაზაკის ცხოვრების საზრით და მიზანი ცილდება ამ ქვეყნიური მიწიერი ცხოვრების საზღვრებს და ეს რას ნიშნავს ცილდება? როგორც კი ამ ქვეყნიური ცხოვრების საზღვრებს ცილდება შენი მიზნები, ხო? ანუ შენთვის უკვე სიკვდილი აღარ არსებობს. გესმით? სიკვდილი არის ზღვარი. და ამიტომ ის შემოსაზღვრავს შენს არეალს და მთავრდება აქ. პრინციპში ათეისტი ხარ. და როდესაც შენი ცხოვრების საზრისი ამ ცხოვრების იქით გადადის უკვე, ხო? შენთვის სიკვდილი აღარ არსებობს, შენთვის არსებობს გარდაცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში და უკვე შენ სხვა ინტერესები გაქვს საერთოდ ყოფიერებაში და ამიტომ შენთვის ხსნა და გადარჩენა არის არა ამ ქვეყნიური პრობლემების მოგვარება, არამედ მარადიული ღირებულებები. აი ეს არის ძალიან საინტერესო. როგორც მეუბნებიან ზარია პირდაპირ ეთერში. გამოვოცეთ. მაინტერესებს ასეთი საკითხი. ესე იგი ცოლ-ქმარ შორის ინტიმური ურთიერთობა რა ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს? არის თუ არა საღვთო ჯულში ან სახარებაში უფლის სიტყვა, სადაც ზუსტად იქნება მითითებული სწავლება ცოლ-ქმარ შორის ურთიერთობაზე? დიდი მადლობა. მე მინდა გითხრათ, რომ ესეთი თემები საერთოდ არის მოზღვართან პირადად სასაუბრო. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ამის შესახებ მინიშნება წმინდა წერილში არ არის, თუმცა ერთი მახსენდება, თუ არ ვცდები ეს ერთ-ერთი საეკლესიო სამართლის ერთ-ერთი წიგნია, მგონი ბასილ დიდის კანონებში, იქ არის რაღაც პატარა მინიშნება ამასთან დაკავშირებით. ამ საზღვრებთან გადავშით. იქ არის არაბუნებრივ მდგომარეობაზე. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ცოლ-ქმრის ცხოვრება ეს არის აბსოლუტურად მართლაც ინტიმური თემა, რომელშიც უკაცრავად ცხვირის ჩაყოფის უფლება არავის არ აქვს, იმიტომ რომ ცოლ-ქმარი ეს არის ერთი არსება, ერთი სხეული. ცოლ-ქმარი ეს ვამბობთ ხოლმე, ცოლ-ქმარნი ერთმანეთის ნათესავები არ არიან, მაგალითად მშობლები და შვილები არიან ერთმანეთის ნათესავები და ცოლ-ქმრობა ნათესაობა არ არის, ეს არის ერთი არსება. ამიტომ მათი შინაგანი ცხოვრება ეს არის ისეთი სფერო ადამიანური ცხოვრების, რომელიც არავის მიერ განსახილველი არ არის. ეს ერთი მხრივ, ამიტომ თქვათ თუ ზოგიერთი ვინც არ უნდა იყოს თქვათ მოძღვარიც კი თუ თქვათ დაინტერესდება ამ თემით, მე ვფიქრობ ეს ადამიანი ეს მოძღვარი არასწორად იქცევა, იმიტომ რომ ეს ჩვენი საქმე არ არის. ეს ერთი. მეორე, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ესეთი ცნება გემოთმოყვარეობა, კი გემოთმოყვარეობა უпростоრად ის რომ განივრცოს, გემოთმოყვარეობა რას ნიშნავს? გემოთმოყვარეობა ნიშნავს სიამეთმოყვარეობა ზოგადად და ზოგადად ადამიანი, რომელიც თქვათ ცხოვრების მიზნად ისახავს სიამეთმოყვარეობას და ბედნიერება სიამეთმოყვარეობაში ეძებს, ის პრინციპში თავისულიერ ცხოვრებას პრობლემას უქმნის და ეს ეხება არა მხოლოდ ცოლ-ქმრულ ცხოვრებას, ეს ეხება კვებას, ეს ეხება ღვინის მას, არც ღვინის მაა ცოდვა, არც კვებაა ცოდვა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ თრობა ცოდვაა, ვიცით რომ პირუტყვი ჭამა, ასევე სულის დათვი დამამძიმებელია. ჩვენ ვიცით რომ გემოთმოყვარეობა, სასატკბილობა, სხვათა შორის სასატკბილობა რუსულად ძალიან საზღვრად ჟღერს, ეს არის გარტანა ბესი, ანუ ხახა ეშმაკეულობა, ანუ როდესაც ადამიანს არშია, აი გურმანები რო იყვნენ, არშია და გემოსთვის ჭამს და მე შეიძლება გულიც აერიოს. ხო, ჩვენ ვხედავთ, ანუ ნებისმიერი ბუნებრივი, არაცოდვიანი, ფიზიოლოგიური თქვათ ცხოვრების დამახინჯება შეიძლება და რა თქმა უნდა იგივე შეიძლება მოხდეს ცოლ-ქმრობაშიც, თავისთავად ცხადია. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ეს თემა არის დახურული, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება
თქვათ ეს თემა წარმოჩინდეს თუ თქვათ ადამიანი თვითონ კონკრეტულად დაინტერესდება და მოძღვარს კონკრეტულად გაესაუბრება, თუმცა ძალიან ხშირად არის ხოლმე არის შემთხვევები, როდესაც ჩემთანაც ყოფილა ესე მოუტანიათ თემა ინტიმურ თემებზე და მე პირდაპირ მithქვავს, ეს არ არის ჩემი სფერო, თუ თქვათ რაღაცა არის ხოლმე ისეთი, რომელიც შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს თქვათ არაბუნებრივად ან დარღვევად, ამისათვის არსებობს სამედიცინო სფერო ამ კუთხით, რომელიც ადამიანის ამ სფეროს სწავლობს და მას უნდა მიმართო. აი ესია და რამე ესეთი კონკრეტული წესი და კანონი, პავლე მოციქული საკმაოდ ბევრს საუბრობს და პრინციპში გარკვეულწილად ძალიან ინტიმურ საზღვრებამდეც კი მიდის პავლე მოციქული, როცა საუბრობს ცოლქმრობაზე. მაგრამ ამ თემებს ის გვერდს სულის და საერთოდ არც ეხება, აი ესია და ასე ამაზე მეტის თქმა გამიჭირდება, კაცმა რო თქვას, იმიტომ რომ ეს ჩემთვის სხვა ოჯახი, ეს არის დახურული დიდი შავი ყუთია, საიდუმლოება. ისა საერთოდ მე ზოგადი ზარი არის პირდაპირ ეთერში. ხო, სანამ ზარს პასუხს გავცემდი, არის ერთი ნიუანსი, საერთოდ ჩვენ რო განვაზოგადოთ, აი, რა არის ცოდვა, რა არ არის ცოდვა. მაგალითად, ამ ჭიქის წყლის დალევა, ცოდვა არის თუ არ არის ცოდვა. აი, რამდენი შეიძლება დავლიო სიტყვაზე, ხო? წმინდა მამებმა დაგვიტოვეს საოცარი, თქვათ, ტესტი, რითაც ჩვენ შეიძლება გავიგოთ რა არის ცოდვა, რა არ არის ცოდვა. ვაკეთებ ყველაზე მთავარს, რაც ჩემ ცხოვრებაშია მთავარი, ეს არის ქრისტესთან ურთიერთობა, ამ ურთიერთობის ძიება. ამას სხვადასხვანაირი სახელი ქვია, მათ შორის ერთ-ერთი სახელი ეს არის გონიერი ლოცვა, როცა მე ქრისტიანულ ცხოვრებაში ღმერთისგან მოცემული არ მაკმაყოფილებს, მეცაც ვიტყვი, მე რო ღმერთის მეგობარი ვარ და მის მცნებებს აღვასრულებ. ესეც არ მაკმაყოფილებს, მე თავად ქრისტესთან ერთობა და მისი გაცნობა მსურს, ეს არის გონიერი ლოცვის არსი, როცა ადამიანი აქეთკენ მიისწრაფის და როცა ადამიანი სიღრმისეულად იწყებს სულიერ ცხოვრებას, აი ის თავარი, რაც არის, იმ თავარის მიერ ხდება დარეგულირება ყველაფრის. კერძოდ, რაც იმაში ხელს მიშლის თავარში, ის მე თვითონ აღარ მინდება. და რაც არ მიშლის, ის ჩემთვის, ესე იგი, მისაღებია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც მე ზუსტად მივხვდები, რა სად ვცოდავ და სად არ ვცოდავ. და კიდევ ერთი ნიუანსია, ესება ცოლქმრობას ეხება, ქრისტიანული ცოლქმრობა, თქვათ, აი, თავის იდეაში, პოტენციაში, რითი განსხვავდება, თქვათ, ჩვეულებრივი ქორწინებისაგან. ქრისტიანულ ქორწინებაში ცოლქმარს ერთმანეთის სრული არსებით უყვარს. ანუ ეს არის არა მარტო ფიზიოლოგიური ერთობა, არა მარტო ფსიქოლოგიური ერთობა, არა მარტო სოციალური ერთობა, ანუ არამედ ეს არის სულიერი ერთობაც. სადაც სულიერი არის უპირატესი. ეს რას ნიშნავს? ორი სული, ორი მსგავსი სული და მსგავსნი იმით ქრისტიანულ ქორწინება ესეა, რომ მათ უყვართ ერთნაირად ქრისტე, ორივენი ცდილობენ ქრისტეს მიბაძვას და მიმსგავსებას, აი ამ ქრისტეს მიერი ერთობით ეს ორი სული არის ერთმანეთის მსგავსი და ეს ორი სული ისწრაფვის ერთობისაკენ, მით უმეტეს ქორწინება სწორედ ორი პიროვნების ერთარსებად ქცევის პროცესია, როცა ერთი არსება და პიროვნება ორია, ხო? ამით გავს ადამიანი ღვთის ხატი ამითაც არის, სადაც მრავლობითი პირია, არსებით ერთია. და როცა ორი სული აი ესეთი ქრისტეს მიერი ერთობით ერთად ყოფნას ცდილობს, უკვე ყველაფერი დანარჩენი, მათი ფსიქოსომატური, ანუ ფსიქოლოგიური ხორციელი ერთობა და სოციალური ერთობა არის თანმდევი და ნაყოფი ამისი. და აი ამ მთავარი სულიერი ერთობით გვირგვინ დადგმული ნაკურთხი და როგორც ერთი დიდი სიმფონიის გამამშვენებელ აკორდად იქცევა ეს უკვე დანარჩენი ხორციელი ერთობა. გესმით, უკვე დამოკიდებულება სხვანაირია, უკვე განსხვავება ამაშიც არის. ხოლო თუ არ არის ის სულიერი თუ არ არის, სულიერი ერთობა თუ არ არის. აქედან მაშინ უკვე ის, თქვათ, იგივე ხორციელი ერთობა იქცევა, რჩება აკორდად, კი ბატონო, მაგრამ ეს აკორდი იმ სიმფონიის გარეშე იქნება ერთ ბრახუნი, უკვე ბრახუში გადაიზრდება და ეს ბრახუნი ადამიანს ბეზდება და მე იწყება ღალატიც, გვერდზე გახედვა, ოჯახების დანგრევა, შეძულება ერთმანეთის და ასე შემდეგ, ერთმანეთის მობეზრება და ასე შემდეგ. ისგანაც ყველა დაგვიფაროს უფალმა. როგორც მითხეს ზარია პირდაპირ ეთერში.
მამაო. დიახ. მე მაქვს ესეთი შეკითხვა. სულიწმინდასთან დაკავშირებით. დიახ. ანუ როგორ ხო არსებობს ხო არის ღმერთის ამპიროვანი მაინტერესებს ესეთი რაღაცა რომ არის მამა ძე და სულიწმინდა ღმერთი და ძე მოვიდა იესო ქრისტეს სახით და დაგვენახა ხო? ანუ მიიღო გახდა ღმერთკაცი. და სულიწმინდა შემთხვევაში როგორ იქნება? ანუ სულიწმინდა ღმერთი არის მარიამი როგორ შეიძლება? არა, კაცო, არა, რა მარიამი ჩვეულებრივი ღმერთი ქალია მარიამი. არა. როგორც იესოს შემთხვევაშია. არა. ღმერთკაცია იესო ქრისტე და მარიამი როგორ იქნება ეს მაინტერესებს. გასაგებია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი არის ადამიანი. როგორც მე, შენ, ყველა დანარჩენი, ის არის ჩვეულებრივი ადამიანი. არანაირი ღმერთი მარიამი არ არის. სულიწმინდა ღმერთი არის ღმერთი და მარიამი არის მარიამი. სულიწმინდა ღმერთი ჯერ ესეთი მამაი, ძე და სულიწმინდა სამპიროვანი ერთარსება ღმერთი სამყაროში არის ყველგან, იგი ღმერთი არის ყველგან მყოფი და შეუძლებელია და თელი ეს სამყარო, მათ შორის სამყარო რა არის სამყარო? მატერიალური სამყარო, მაგალითად რა არის? ეს არის მასა, ეს არის სივრცე, რაცა მასას შორის არსებობს და დრო, რომელიც განსაზღვრავს ამ სივრცეში ამ მასების ურთიერთმიმართებას. ეს არის სამყარო. ღმერთმა შექმნა მასაც, ღმერთმა შექმნა სივრცეც და ღმერთმა შექმნა დრო. ცალკე არც დრო არ არსებობს. ცალკე არც მასა არ არსებობს, ცალკე არც სივრცე არ არსებობს. დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით, წერტილი რო აფეთქდა და ეს სამყარო გაიშალა, ბოლო galaktikis, ბოლო ვარსკვლავის, ბოლო პლანეტა რო არის, იმის იქით სივრცეც აღარ არის. იმის იქით გაუვალი ზღუდე, არაფერი არ არის. სივრცე არ არის. სივრცე არის მხოლოდ იქ, სადაც არის მასა და დრო. იმის იქით არაფერი აღარ არის. გესმით, აი ეს არის. და ღმერთმა შექმნა ეს ყველაფერი. რადგან ღმერთმა შექმნა ეს ყველაფერი, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ყოველივეს მოიცავს. ამიტომ არ არის არც ერთი წამი, არც ერთი ნაწილაკი და არც ერთი სივრცის, არც ერთი ადგილი, სადაც არ არის ღმერთი. თავი თელი სისრულით. მაგრამ ამავე დროს ხელს ვერსად ვერ მოკიდებ. იმიტომ რომ თავად ღმერთი არც მასაა, არც დროა, იმიტომ რომ შენ შეგიძლია ხელი მოკიდო მასას, შეგიძლია გახვიდე, გამოხვიდე სივრცეში და შეგიძლია დააფიქსირო დრო, მაგრამ ღმერთი არც დროა, არც მასაა, არც სივრცეა, ამიტომ ღმერთს ვერ მოკიდებ, ვერ გაზომავ, ვერ დააფიქსირებ, ვერ შეხვალ, ვერ გამოხვალ. მაგრამ ამავე დროს იგი ყველგან არის. იგი სამყაროს მიღმიერი, მაგრამ ამავე დროს ყველგან ყოფია. ეს ეხება მამა ღმერთს, ეს ეხება ძე ღმერთს, ეს ეხება სულიწმინდა ღმერთს. სამივე პირი არის ერთარსების მქონე, ამიტომ მამა, ძე და სულიწმინდა არის თანაბარი ღმერთი. მათ შორის იერარქიული განსხვავება არ არის. მიუხედავად ამისა, რომ ღვთაებრივ შიდა ცხოვრებაში წყარო ძისა და სულიწმინდის გამომავლობისა და შობის არის მამა, მაგრამ ეს არის ღმერთის შიდა ცხოვრება და არ ეხება, მაგრამ არ ეხება, ესე იგი, ღმერთს როგორც ღვთაებრივ არს. და ამიტომ მათ შორის იერარქიული განსხვავება არ არის. სულიწმინდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის არის სამყაროში, იმიტომ რომ ისი შექმნილია, განსაკუთრებულად შემოდის ადამიანის გადარჩენის საქმეში 2000 წლის წინ ძე ღმერთი. შემოდის, რომ ქალწულისაგან იღებს ადამიანურ ბუნებას და აქვს ღვთაებრივი ბუნება, ადამიანურ ბუნებასაც თავის თავში მოიცავს. და მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცად, მან თქვა, რომ მე ობლად არ გტოვებთ, მგეშინიათ, იმიტომ რომ ჩემს მაგივრად მოვა სხვა, რომელიც ნუგეშს გცემთ, ჩემს მაგივრად და რაც მე გითხარით, იმ ყველაფერს გასწავლით, ვინც მოვა. ჩემს მაგივრად. ღმერთის მაგივრად, მხოლოდ ღმერთი შეიძლება მოვიდეს. ღმერთის მაგივრად მოვიდა, მამა ძე ღმერთის მაგივრად მოვიდა სულიწმინდა ღმერთი და ეს მოხდა სულთმოფენობის დროს, როცა დაარსდა ეკლესია. ამიტომ ადამიანი, რომელიც ეკლესიის ნაწილია და ეკლესია ეს არის ქრისტეს სხეულის გაგრძელება. აი ნახეთ როგორ არის უფალი წმინდა წერილში წერია, რომ სულიწმინდა ღმერთი ჯერ არ იყო მოსული კაცობრიობაზე როგორც გადამრჩენელი. რატომ? იმიტომ რომ ჯერ იესო ქრისტეს განკაცებული, ანუ ადამიანური ბუნება არ იყო სრულად განხთობილი.
როდესაც იესო ქრისტე ძეღმერთი ადამიანურ ბუნებას იხებს და იგი ეს ადამიანური ბუნება ჩანასახის სახით არის ყოვლადწმინდა მარიამის წიაღში, ის უკვე განხთობილია. მაგრამ ეს არის განხთობის პირველი საფეხური. განხთობა დასრულდა, მეორე საფეხური დაიწყო აღდგომით და დასრულდა ამაღლებით, როცა ადამიანური ბუნებით იესო ქრისტე აღსდგა, ამაღლდა, დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. და აი უფალი იოანე მოციქული პირდაპირ გვასწავლის, რომ არ იყო სულიწმინდა გარდამოსული ჯერ როგორც მაცხონებელი ჩვენი ღმერთი, გადამრჩენელი ღმერთი, რადგან ჯერ ადამიანური ბუნება იესო ქრისტეში სრულად არ იყო განხთობილი. როდესაც მოხდა სრული განხთობა ადამიანური ბუნებისა, ანუ ეს ნიშნავს, რომ ყოვლადწმინდა სამების წიაღში არის ადამიანური ბუნება, ანუ განკაცებული ღმერთის ადამიანური ბუნება, მაგრამ ეს ადამიანური ბუნება არის ჩვენნაირი, ანუ ჩვენნაირი ადამიანური ბუნება არის ყოვლადწმინდა სამების წიაღში, ანუ განხთობილი, ანუ ესე იგი ის რაც შეუძლებელია ადამიანისათვის, წეღანას დასაწყისში თქვი, ის მოხდა იესო ქრისტეში, აი შეუძლებელია ადამიანის სასუფეველში ყოფნა, სასუფეველი ეს არის ღმერთთან ყოფობა, შეუძლებელია, მაგრამ ღმერთის მიერ შესაძლებელიაო. ანუ ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება და განახტო. ანუ ღმერთმა გააკეთა ეს. და ეს უკვე მოხდა, ხო? აი ამის მერე უკვე, რადგან ადამიანურ ბუნებას უკვე აქვს შესაძლებლობა მარადისობაში ღმერთთან ყოფობისა, ანუ განღმრთობისა, ანუ ღმერთთან ყოფნისა, უკვე ეს მოხდა იესო ქრისტეში. იესო ქრისტეში, რომელიც თავის ხორციელ ბუნებას და ამით თავის ღვთაებრიობასაც. იმიტომ რომ ეს ხორციელი ბუნება განხთობილია, იმიტომ რომ იმყოფება მარჯვენით ღვთისა და მამისა, გვაძლევს ზიარების საიდუმლოებაში და ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს ხდის თავისი ადამიანური ბუნების გაგრძელებად, ანუ ეკლესია არის ქრისტეს ადამიანური ბუნების, ანუ ძეღმერთის ადამიანური ბუნების სხეულის გაგრძელება. ეკლესია არის ქრისტეს სხეულის გაგრძელება. ჩვენ მისი სხეულის ნაწილები ვართ. ჩვენც მოგვიცავს ძეღმერთი, ამიტომ ჩვენ ქრისტეს შემოსილები ვართ, როგორც ნათლობის ჟამსიგალობება. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათლ გვიღებიეს, ქრისტეს შეგვიმოსიეს. ესე იგი, რადგან უკვე ჩვენ გვეძლება შესაძლებლობა განღმრთობილი ადამიანური ბუნების გაგრძელებად ვიქცეთ, ხო? რადგან გვეძლება ამის შესაძლებლობა უკვე. ამიტომ გარდამოდის სულიწმინდა ღმერთი, ამ შესაძლებლობის მერე გარდამოდის სულიწმინდა ღმერთი და თითოეულ ჩვენთაგანს ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ გახდეს განხთობილი ადამიანური ბუნების გაგრძელება და ნაწილი. ანუ სულიწმინდა ღმერთი ასრულებს მოძღვრის როლს, რომელმაც უნდა დაგვანახოს ქრისტე. რომელმაც უნდა მოგცეს გვასწავლოს, რომ ქრისტეს მივბაძოთ და როგორ მივბაძოთ, როგორ გავიწთვნათ სათნოებებში ისე, რომ ჩვენ ქრისტეს დავემსგავსოთ. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გავხდეთ განღმრთობილები, ანუ მადლით ღმერთები. და ამაში გვეხმარება სწორედ სულიწმინდა ღმერთი უფალი პირდაპირ ამბობს, წეღანას გითხარით, რომ რაც მე გამცნეთ, იმას გასწავლით. და ეს სწავლება არის არა თეორიული, არამედ პრაქტიკული. აი მაგალითად პავლე მოციქული ამბობს, რომ მე როცა ვლოცულობ, ბეკი არ ლოცულობ, ჩემში ლოცულობს სული. სულიწმინდაზე საუბრობს. და ამბობს, როგორ ლოცულობს, მამაო. და ეს რას ნიშნავს? თან მე ვლოცულობ და სინამდვილეში სულიწმინდა ლოცულობს, მაგრამ ლოცულობს იმიტომ, რომ მე მასწავლის, აი, როგორ გითხრათ, აი პატარა ბავშვს რომ ასწავლი რაღაცას და ნაბიჯ, ან ქორეოგრაფი რო თქვა, ბავშვს ასწავლის. აბა ეხლა ეს მოძრაობა ესე გააკეთე, აბა ეხლა ეს მოძრაობა ესე გააკეთე, ან ლაპარაკს ვასწავლიან თქვა, ხო? აი, აბა გამომყევი, აბა მოდი და ჩემთან ერთად, აბა გამომყევი და ჩვენც სულიწმინდასთან ერთად ნელ-ნელა ვსწავლობთ ღმერთთან საუბარს და განვისწავლებით სათნოებებში, ანუ რაშიც რითაც ქრისტეს უნდა დავემსგავსოთ, ამიტომ აი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში მეხუთე თავში პავლე მოციქული ჩამოწვდის სულიწმინდის ნაყოფებს. რა ნაყოფებია, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიღოთ. სულიწმინდა გვასწავლის რწმენას, სიყვარულს, ყველაფერს ღვაწს, აი ეხლა ესე ქენი და იმიტომ რომ ქრისტეს დავემსგავსოთ. აი ეს არის, აი ასე გვასწავლის სულიწმინდა ღმერთი და ასე განასრულებს ძეღმერთის დაწყებულ საქმეს, რომელიც მამის ნებით მოხდა. აი ეს არის და ამიტომ და როცა ადამიანი ინათლება, მე ხდება მისი მირონცხება და უკვე
ქრისტეს შვილობა ჩვენში ჩანასახის მდგომარეობაში არის რა, ჩვენ გვეძლევა სულიწმინდის ნიჭები პოტენციაში მირონცხების დროს და უკვე როცა ჩვენ თუ დავიწყებთ მერე ჩვენ სინანულით ქრისტეს მიერ ცხოვრებას, პრინციპში ეს ნათლობამდე უნდა დაწყებულიყო და ნათლობა უბრალოდ შემავალი კარებია, მაშინ იწყება ჩვენში ამ შემოსული ნიჭების, რომელიც პოტენციის სახით გვეძლევა აღორძინება და საბოლოო ჯამში ეს დასრულდება, დაგვირგვინდება იმით, რომ თითოეული ჩვენთაგანი დაემსგავსება განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს. ხო, ეხლა გავაგზავნოთ ჩვენი თემა, როცა ვსაუბრობდით გადარჩენილებსა და წარწმენდილებს შორის განსხვავებაზე და ვამბობდით, რომ ეს განსხვავებულობა არის შინაგანი და გარეგანი რელიგიურობა ამ შინაგანს ვერ წარმოაჩენს და გარეგანი რელიგიური ცხოვრება არის ფაქტობრივად მხოლოდ გარეგანი რელიგიური ცხოვრება არაფრის მომცემი და გარეგანი რელიგიური ცხოვრებაში მე მაგალითად ერთ-ერთი რაც იგულისხმება, თქვა იგივე იმიგავს დღევანდელი გავს თუ მოვიტანთ ხედველობაში, ვიქონებთ ხედველობაში, გულისხმობთ დღეს წაკითხულს წირვაზე, გლახაკი ლაზარისა და მდიდარის შესახებ იგავს. იქ არის სწორედ აქცენტირება სასწაულზე, როდესაც ჯოჯოხეთში მყოფი მდიდარი თხოვს აბრაამს, რომ ესე იგი ლაზარე თუ აღდგება და მას მისი ძმები იხილავენ, რომლებიც ცოცხლები არიან მიწაზე, დაინახავენ რა მას, ესე იგი ისინი იცხოვრებენ სწორად და აღარ აღმოჩნდებიან ჩემსავი ჯოჯოხეთშიო და აბრაამი ეუბნება, ხო, არისო ხო აქვთ წინასწარმეტყველური წიგნები, მოსეს ხუთი წიგნეული აქვთ, ანუ წმინდა წერილი ხო აქვთ? არაო, იმას არ უსმენენო და აი თუ დაინახავენ აშკარა სასწაულს, მაშინ გაიგებენო და აი მაშინ ეუბნება აბრაამი, რომ თუ მოსეს და წინასწარმეტყველებს ვერ გაიგებენ და არ მოусმენენ, კვდეთით რომ აღდგეს ვინმე იმასაც არ მოусმენენ. ეს ძალიან უნისონშია იმ უფლის სიტყვებთან, როცა უფალი ამბობს, რომ ნათესავი მემრუშე და ბოროტი სასწაულს ეძებს. ანუ ადამიანი, რომელიც გარეგანი რელიგიური ცხოვრებით, სასწაულებით ცდილობს ჭეშმარიტ სარწმუნოებრივ ცხოვრებას და მთელი მისი რელიგიური ცხოვრების აქცენტი დამოკიდებულია იმაზე, სადრა სასწაული ხდება, ვინ რა იწინასწარმეტყველა, როდის იქნება მეორედ მოსვლა, თქვათ, აი ის მამა ვიღაცა, რომელიც შეხედავს და ყველაფერს გეტყვის, შენ ვინ ახარ და რა ხარ, ესეთი ან ვიღაცა კურნავს, აი ესეთი დამოკიდებულება, ესეთი მოკლედ სასწაულის ძიება მუდმივად აქცენტები ამაზე და ამით გამტკიცება სარწმუნოებაში ეს არის არასწორი სულიერი და რელიგიური ცხოვრების მაჩვენებელი. სასწაულს კი არ უარყოფ ახლა მე, რომელიც ხდება ღვთისაგან, ხო, როგორც ნიშანი, რომ აი შენთან არის ღმერთი. არამედ მე სხვა რამეს გულისხმობ, როცა ხდება აქცენტის წანაცვლება. არა ჯანსაღი მიმართულებით, თუნდაც ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება გულისხმობს არა გარეგან ფეირვერკს ამ სასწაულების ამას ცრუ მისტიკა ქვია, არამედ ნამდვილ მისტიკას და ნამდვილი მისტიკა იცით რა არის? როდესაც ადამიანს შინაგანი ცხოვრება აქვს, თორსა შინაგანად ღმერთთან ურთიერთობას ეძიებს და ის ემსგავსება ნელ-ნელა ქრისტეს და ამ ურთიერთობის განმცდელია, მადლის განმცდელი ხდება და ეს არის შინაგანი მდგომარეობა და არანაირ გარეგან სასწაულს ეს არ უკავშირდება. ნათლისმცემელს არც ერთი სასწაული არ მოუხდენია, მაგრამ მასზე დიდი არავინ დაბადებულაო წინასწარმეტყველს შორისო უფალი ამბობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ეს ორიენტირი დაგვეკარგა, ჩვენ როგორც წესი შეიძლება ავწდეთ ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას და როგორც უფალი ამბობს, აღმოჩნდეთ იმ ბოროტსა და მემრუშეთა შორის, რომლებისთვისაც ქრისტიანობა დაიყვანება რაღაც გარეგნულ ფეირვერკებამდე. როგორც მითხეს, რეკლამა არის ჩვენს ეთერში და მე გავაგრძელებთ. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. ჩვენ საუბრობდით ცხონების საკითხზე და მე მინდა კიდე ერთი ესეთი თეზისი შემოგთავაზოთ დღევანდელი საუბრისა, რომ ცხონება რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოს, ან უпростоრედ თუ ხდება ისე, რომ ადამიანი შემთხვევით მოხვდა იმ გაუგებრობაში, რომ მან ვერ გაიკვლია მაცხონებელი გზა ვერ იპოვა, ვერ გაიკვლია ღვთისაგან გზა და მან შემთხვევით
დაკარგა ცხონება, შემთხვევით დადგა დაღუპვის გზაზე. თუ ხდება ესეთი რაღაცა, როგორც მაცნობე ზარია პირდაპირ ეთერში და მე გავაგზავნოთ. მაქვს თქვენთან რა მაინტერესებს, ანუ ყოველდღიური ცოდვა, მაგალითად ვამბობ, ანუ პირას როცა ვეზიარები, აუცილებელია რომ ყოველ ახსარების წინ თქვა ეს ყველაფერი თუ არ არის, ანუ აუცილებელი ამ ცოდვების თქმა ყოველ ახსარებაზე, რასაც ხშირად ვიმეორებთ. კერძოდ რას იმეორ, რომელ ცოდვაზე საუბრობთ? საერთოდ ახსარების თემა ძალიან სხვადასხვა მიდგომა არსებობს ამასთან დაკავშირებით. იდეაში ვთქვათ, ის რაც მსოფლიო ეკლესიაში არის გავრცელებული, ჩვენთან რაც არის ახლა ეს ტრადიცია არის რუსეთის ეკლესიიდან შემოსული, თუმცა უკვე რუსეთში თვითონ ცდილობენ რომ ამ საკითხი გადახედონ და იწყება იქაც ცვლილება, იმიტომ რომ მსოფლიოში არსად არ არის პრაქტიკაში ის, რაც ამ შემთხვევაში ასე ხდება. ანუ მე რას გულისხმობ? ახსარება ეს არის სინანულის საიდუმლოება და ახსარება არის გარეგნული ფორმა სინანულისა. თუ ადამიანს მძიმე სასიკვდილე ცოდვები არ აქვს ჩადენილი, რომელიც მან ჩაიდინა თავის დროს, რომელსაც იქ შეიძლება ჩადიოდა ადრე, მაგრამ როდესაც გაქრისტიანდა, მან ეს მძიმე ცოდვები, თქვათ, უარყო და დაიწყო ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება. თუ ადამიანს მძიმე ცოდვები არ აქვს ჩადენილი, როგორც მრუშობა, ქურდობა, ყაჩაღობა, თქვათ, რა ვიცი, ვიღაცასთან უბრათ არის და თქვათ ასე შემდეგ, პრინციპში მისი ზიარება შეიძლება. საქმე იმაშია, ოღონ აქ არის ერთი ნიუანსი. ადამიანს შეიძლება არც ერთი ეს ცოდვა ჩადენილი არ ქონდეს, მაგრამ არ იყოს მონანული. იმიტომ რომ სინანული არის არა სინდისის ქეჯნა რაიმე მძიმე ცოდვაზე, არამედ სინანული არის მეტამორფოზა, ეს არის პროცესი დღიდან ნათლისმცემლისა სასופველიცისა იძულების. ანუ ეს არის დღიდან ნათლისმცემლისა, ანუ მას შემდეგ რაც იოანემ განაცხადა, რომ და ამით დაიწყო ქადაგება და ამას მე მაცხოვარიც იმეორებს, რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასופველიცათა. სინანული, როგორც იოანე ამბობს, ისეთ კონტექსტშია გამოყენებული ეგ სიტყვა, რომ არის პროცესის მაჩვენებელი. ანუ ეს არის პროცესი საწყისი წერტილიდან თავებრივ სრულყოფილებამდე. იყავით სრულყოფილნი, ვითარცა თქვენი ზეციური მამა სრულყოფილი. აი ჩვენი მიზანი სად არის? საწყისი ეს არის შეუძლებლობა სასופველში შესვლისა, როგორც უფალი ამბობს, აკლე მიფრვადმდა ჩევანემ სისხლელშიო, ეს შეუძლებლობა ნიშნავს ჩვენს ადამიანისეულ მდგომარეობას. ადამიანს რა მდგომარეობაც ქონდა ცოდვით დაცემის მერე, როცა იგი ვეღარ ახერხებს ღმერთთან ერთობას, აი ამ შეუძლებლობის დანახვა, ეს არის ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთური მდგომარეობის დანახვა საკუთარ თავში, ანუ ადამიანისეული მდგომარეობის დანახვა, ადამიანის ცოდვილობის მდგომარეობის დანახვა საკუთარ თავში, ვექტორით მამა ღმერთისაკენ, სრულყოფილი მამაა სრულყოფილი, ანუ ღმერთისაკენ, ღვთაებრივი სრულყოფილებისაკენ. გაყვალული გზის გაყვალვა მოხდა ქრისტეს განკაცებით და ჩვენ წინამორბედად შევიდა უფალი იესო ქრისტე. ანუ თავარი, როცა ადამიანი ნანობს, თავარი აი ამ ვექტორის დანახვა და საწყისი მდგომარეობის დანახვა, საკუთარ თავში პრინციპში, საკუთარ თავში დანახვა აი ამ ვექტორისა და ამ მდგომარეობისა, საწყის მდგომარეობისა. როცა ადამიანს ეს მდგომარეობა აქვს უკვე, აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მის ყოველ სიტყვას ახსარებაში აქვს ფასი. თუ ადამიანს ეს მდგომარეობა არ აქვს, აი ეს ადამიანის მდგომარეობიდან სასופველისაკენ და გზის მაჩვენებლად განკაცებული ღმერთი. თუ ეს მდგომარეობა არ აქვს, ადამიანმა ყოველდღე რო ახსარება თქვას, იმ ახსარებას ფასი არ აქვს. იმიტომ რომ ეს იქნება იუდას მსგავსი. ნუ იუდამ თქვა შეინანა, აი მე ეს გავაკეთე საშნელება გავაკეთე და სინდისი აწუხებს. ანუ სინდისის ქეჯნა იქნება, მაგრამ ეს არ იქნება საიდუმლოება სინანულისა. ეს ერთი. ესე იგი თავარი
სინამდვილის ახსარების დროს არის ახსრლდეს საიდუმლოება. ადამიანი ხედავდეს თავის მდგომარეობას სად არის ადამიანთან ერთად როა ჯოჯოხეთში და მეორე რომ ადამიანი ისწრაფოდეს, მიზანი ქონდეს, ეს არის ღმერთი. თუ ეს მდგომარეობა არის, მაშინ უკვე ნებისმიერ ახსარებას, ნებისმიერ ცოდვის თქმას, რა სიხშირითაც არ უნდა იყოს, აქვს აზრი. ეს ერთი, მეორე. ძალიან ხშირად თქვა ადამიანი აზიარება ხშირად, თქვა ადამიანი აზიარება კვირაში ერთხელ ან ადამიანი აზიარება ზოგი მაგალითად კვირაში რამდენჯერმე აზიარება, რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი აზიარებოდეს ხშირად კი არა, საერთოდ რა შემთხვევაში. როცა ადამიანი არის ღვთისძიებაში, ღვთისმაძიებელი ადამიანი და ამ მაძიებლობას თეორიულად კი არ გამოხატავს მარტო არამედ გულის მიერ ეძებს ღმერთს და ღმერთთან ურთიერთობას, ამისად და ის ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ღვთისადიდებლად აკეთებს, ანუ ფაქტიურად ის ქრისტეს მოწაფეა ყველა შემთხვევაში, ესეთი ადამიანი ყოველდღეს კი შეიძლება ეზიარებოდეს, იმიტომ რომ თავარი ეს არის სწორედ რომ ადამიანი სულ ქრისტესთან ერთობას ეძებს და იცის საწყისი სად იმყოფება ადამიანთან ერთად ჯოჯოხეთში შეიძლება ასე ითქვას. ესეთი ადამიანი თუ ხშირად ეზიარება, თქვათ ეზიარა დღეს და რამდენიმე დღის მერე უნდა ეზიაროს. რა უნდა თქვას ესეთმა ადამიანმა რამდენიმე დღეში? რა უნდა თქვას? და მაშინ ძალიან ხშირად, იმიტომ რომ სულ მუდამ ფხიზლად არის, სიფხიზლის სათნოება და მღვიძარების სათნოება, მუდამ შეერაღებაში აქ და მუდამ გულის სადარაჯოზე დგას, ხო? რა უნდა თქვას ისეთი? რომ ესე იგი მან ახსარებაში რაღაც თქვას. აქ ხდება ესეთი რამ, სათქმელი მას პრინციპში შეიძლება არაფერი ქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ ქონდეს ცოდვილობის განცდა. თუ მას ცოდვილობის განცდა არ აქვს, ესე იგი ვერ ხედავს, რა არის ცოდვილობა? ადამიანის მდგომარეობა. შეიძლება ადამიანის მდგომარეობაში იყო და რაღაც მომენტში არავინ არ განიკითხო, რაღაც მომენტში არავინ არ გალა, არავის არ ეჩხუბო, თქვა სიტყვაზე. მაგრამ ადამიანის მდგომარეობას რა არის ადამიანის მდგომარეობა? ღმერთთან ყოფნა მინდა და ვერავარ. ოღონდ ეს მე ვიცი არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად, ჩემი გამოცდილებით, ყოველდღე ვცდილობ, არ გამომდის. აი ეს მდგომარეობა თუ აქ ადამიანს, ხო? მან შეიძლება მართლაც არ და გლოვობს თავის ცოდვას და ყოველდღე ახსოვს გარდაცვალება, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება დადგას, ის შეიძლება პრინციპში არც ცოდავდეს რამე გარეგნულად, მაგრამ თავის ცოდვილობას და ჯოჯოხეთურ მდგომარეობას ხედავს. გეკითხებით რა უნდა თქვას ესეთმა ადამიანმა, ამ დროს ადამიანმა ახსარებაში. ვერაფერი შეიძლება ვერ თქვას. მაგრამ ხდება რომ ყურადღება გვიდუნდება და რაღაც გამოვლინდება ხოლმე ჩვენი დაცებული ბუნება გაგვეშვება ეს სადავები და რაღაც საშინელებას გააკეთებს. ეგ სხვა არის. მაგრამ თუ არ არის ესე და მე ვიცი შემთხვევები, როცა ადამიანები არ ეზიარებოდნენ, იყვნენ რა შინაგანად ზად არ ეზიარებოდნენ, იმიტომ რომ ახსარება ხო უნდა ვთქვაო და ახსარება როგორ თქვა, როცა არაფერი მაქვს სათქმელი, ან შეგნებულად რაღაცას შეცოდავდნენ, წაციცქრიდნენ რაღაც არასამარხოს მარხვაში, ან კიდე უარეს იტყვილებოდნენ რაღაცას ახსარებაში, ან რაღაცას იგონებდნენ, რაღაც ფანტაზიებს, რომ როგორმე ფორმალური ახსარება გამოსულიყო, როგორმე ზიარებულიყო. ეს არის პროფანირება ახსარებისა. ახსარება არის საიდუმლოება. ახსარება არის ადამიანის სულის და გულის მოთხოვნილება. ამიტომ მე ესე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, თუ ადამიანს აქვს ისეთი ცოდვები, რომელიც მასსა და ქრისტეს შუა გაუვალ ზღუდად აღემართება, ასეთი ადამიანის ზიარება არ შეიძლება ახსარების გარეშე, ეს ერთი. მეორე, ის რასაც ჩვენ ახსარებას უწოდებთ, სინამდვილეში არის ადამიანის გულისთქმის გახსნა, რომელიც ეს ყოველდღურად ხდება მაგალითად მონასტერში. ადამიანი მონასტერში მაგალითად ბერი, მონოზონი შეიძლება ამ გულისთქმის გახსნის გარეშეც ეზიაროს, არანაირი პრობლემა არ არის აქ კანონიკური, ხო? მაგრამ ეს ეხმარება მას მუდმივ სულიერ ზდაში და ესეთი რამე პრინციპში ძალიან კარგია, როცა აქ მოხდება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ძალიან ხშირად ეს გულისთქმების გახსნა და სინამდვილის ახსარების საიდუმლოება ერთმანეთში აღრეული და ეს იწვევს გაუგებრობას, იმიტომ რომ ადამიანებს ვართმევთ ჩვენ ზიარების უფლებას. მე ესე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება ხშირად რომ იყოს ეს გულისთქმების გახსნა მოძღვართან, ეს არის ძალიან კარგი. აგრეთვე უნდა ადამიანი მუდმივ სინამდვილში იყოს და ახსარების რეჟიმში ღვთის წინაშე. ადამიანი არ უნდა აძლევდეს თავის თავს უფლებას, როცა სინდისის დამამძიმებელი რამე ჩაიდინა ეზიაროს და ეს ყველაფერი ერთ მთლიანობაში ხო იწვევს უკვე ჯანსაღ სულიერ ცხოვრებას. მაგრამ თუ ეს არ არის, არის ფორმალიზმი. ფორმალიზმი ღუპავს ყველაფერს და მათ შორის სულიერ ცხოვრებას და მათ შორის კონკრეტულად ახსარებას. ახლა მე ცოტა ზოგადად ვისაუბრებ, მე მესმის, მაგრამ ცოტა ახლა კონკრეტულად გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ მე თქვენ არ გიცნობთ. როგორც მითხეს ზარია პირდაპირ ეთერში კვლავ. ამაო ერთი ასეთი კითხვა მაქვს მე. პატრიარქთან დაკავშირებით, პატრიარქს ბევრი ადამიანი ემძვის, ბევრი ლიბერალი ძალიან ბევრ წერილს არის რამდენიმე წერილი გამოქვეყნდა და რამდენიმე ბლოგიც კი დაწერა
მე მაგალითად ერთმა დაწერა მე მეშინია შენი ჩემო პატრიარქო და აი ამ წერილთან დაკავშირებით ვინ უნდა გასცეს პასუხი მათ ანუ როგორ იქნება სიტუაცია ხო შეიძლება რომ ანალოგიურად ვინ უნდა დაწეროს წერილი და ანალოგიური პასუხი გაუგზავნოს მათ აი აინტერესებს თქვენი აზრი ამ თემაზე მე ესე მგონია რომ ესეთი ადამიანები ისევე ვერ დააკლებენ პატრიარქს ვერაფერს როგორც მზეს ვერ დააკლებ ეხა მზეს რომ ეჩხუბოდა მზეს რო აგინო მზეს რა დააკლდება ამით საქმე იმაშია რომ ადამიანები რომლებიც პატრიარქს ებრძვიან ისინი პატრიარქს კი არ ებრძვიან ისინი ებრძვიან ეკლესიას მათთვის არ არის ახალი მე ხა საბჭოთა კავშირიდან მოვდივარ მე მახსოვს ხრუშოვის ეპოქა არ მახსოვს, მაგრამ ხრუშოვი იყო ხელისუფლებაში, მე რომ დავიბადე და ანუ ხრუშოვის დროინდელი ვარ მეთქი ხუმრობდა. ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, ჩემთვის ძალიან ახლოა ის რიტორიკა, რაც მაშინ იყო და ამის მეც კი არაფერს არ აკეთებდნენ ბოლშევიკები. ამის მეც არაფერს არ აკეთებდნენ. ეს არის ჩვეულებრივი უღმერთო იდეოლოგია, როცა ადამიანები ქრისტეს ვერ ეგუებიან და ქრისტეს ახლა როგორ მიწვდებიან და ებრძვიან ეკლესიას და პერიოდულად ისინი დროებით გამარჯვებებს აღწევენ, მაგრამ როგორც წესი მაინც საბოლოო ჯამში მარცხდებიან და თანამედროვე ლიბერალური საზოგადოება აი ამ კუთხით, ნუ ლიბერალური ესეთი ლამაზი სიტყვა და მე არც კი მე უფრო ფსევდოლიბერალურს უწოდებ ამას, როდესაც თავისუფლებით განწყობილი ადამიანი მოიცლის ებრძოლოს მსოფლმხედველობას რელიგიას, რომელიც ადამიანის თავისუფლებისთვის არის მოწოდებული, ხო, როგორც ქრისტიანები თქვა, ჭეშმარიტება შეიცან და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ, ხო? როცა მაშინ რაღა ლიბერალიზმია ეს. ეს არის ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც პრინციპში ბოლშევიზმი უფრო, იმიტომ რომ ბოლშევიზმისათვის იყო დამახასიათებელი ბრძოლა ეკლესიასთან, პასკვილების წერა ღვთისმსახურებზე და ასე შემდეგ. ეგ იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ არ ვცოდავთ. პატრიარქი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი ადამიანური ბუნებით, თითოეული სასულიერო პირი, ხო? ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანები არ ვცოდავთ. რა, საკუთარი мама არ გიცოდავს სახლში? რატო საკუთარ მამაზე არ წერ? დავიჯერო, ვინც ამ პასკვილებს წერს საკუთარი მამებად ანგელოზები ყავთ და მშობლებად? განა მათი მამები და დედები, არ დებები და ბაბუები არ ცოდავენ? ყველაფერი იდეალურია. რატო თავიანთ მშობლებზე არ წერენ? რატო? იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან რომ საკუთარი მშობელი შეიძლება რაღაცაში არ მოგეწონოს, მაგრამ ის შენ გიყვარს, იმის და მიხედვით ის თქვა რაღაცაში ეთანხმები, რაღაცაში არ ეთანხმები. გესმით? აქ დამოკიდებულება არა ჯანსაღია, არ არის ერთი ერთობა ჩვენი ერისა და არ არის უფროსისადმი პატივისცემა აღარ არის. ერის კი ბატონო, შენ თვლი რომ პატრიარქი შენი мама არ არის. ესე იგი შენ უარს ამბობ შენ სამშობლოზე, იმიტომ რომ მე თუ ვინმე დამაჩვენებს საქართველოს არაქრისტიანულს რაიმე გამოვლინებაში. არა, უბრალოდ როგორ არა, მაგალითად ფილიპე მახარაძე თქვა, ორჯონიკიძე, ბერბიჭაშვილი, რატომაც არა? კი ბატონო. რა დალებდა ესეთ ადამიანებს. მაგრამ მე თუ ვინმე მაჩვენებს საქართველოს არაქრისტიანულს, არამართლმადიდებულს რაიმე გამოვლინებაში, ჯანსაღ გამოვლინებაში, კი ბატონო, მაგრამ ვერ მაჩვენებთ საქართველოს არაქრისტიანულს რაიმე ჯანსაღ გამოვლინებაში. და თუ თქვენთვის პატრიარქი არ არის мама, შეიძლება ბევრ რამეში არ ეთანხმებოდეთ, ეს მერე რა. და რა მოხდა მე? мама არის. და თუ თქვენ და ამისათვის мама უნდა ლანძღოთ? თქვენ წინა წელს რო კარგად იცნობდეთ, მაშინ გეცოდინებათ ქამის ცოდვა. რომელმაც мама შეურაცხო და ნაყოფი მე ამ ყველაფრისა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ცეცხლთან თამაშობენ, იმიტომ რომ სამყაროში არსებობს კანონები. ეს კანონები ღვთისშექმნილია. მაგალითად არსებობს კანონი გრავიტაციისა. ღვთისქმნილებაა გრავიტაცია და კანონის შესაბამისად ღვთისაგან არის. არსებობს და რომელიც დაარღვევა და უგულებელს ყოფა უпроსწორად. გრავიტაციის კანონისა სიცოცხლის ფასად უჯდება ადამიანს. მაგრამ არსებობს არა მარტო ფიზიკური კანონები, არსებობს ასევე სოციალური კანონები, არსებობს ზნეობრივი კანონები, სულიერი კანონები. მათი დარღვევა არის დამანგრეველი ადამიანისათვის. და ერთ-ერთი კანონი ჟღერს ესე,
რომლის უგულებელყოფა ისევე არ შეიძლება, როგორც გრავიტაციის მაგალითად. და არ შეიძლება მეხუთე სართულის ფანჯიდან გადახვიდე, იმიტომ რომ ესე უფრო მოკლეზე გადავა. არ შეიძლება გრავიტაციის კანონის დაიმტრები. არსებობს კიდევ ვიმეორებ ერთ-ერთი კანონი, სულიერი და ზნეობრივი, რომელიც ესე ჟღერს: პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენს. რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უფროსი ადამიანის ზოგადად და მშობლის შეურაცხყოფა კონკრეტულად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს ადამიანს. როდესაც ადამიანი ცოცხალ ღმერთს არ ცნობს და მასთან პიროვნული მამაშვილური ურთიერთობა არ აქვს, მაშინ ესეთი ადამიანი უარყოფს რა ღმერთს, დგება წინ უპიროვნო კანონის წინაშე. ამ შემთხვევაში აქ ლაპარაკია სულიერ და ზნეობრივ კანონზე. ის როგორც არსებობს გრავიტაციის კანონი, არსებობს ზნეობრივი კანონი და არსებობს სულიერი კანონი. როცა მე ცოცხალ ღმერთთან მამაშვილურ ურთიერთობაზე უარს ვაცხადებ და მე არ შემიძლია მას მივმართო მამილო, შემინე და მაპატიე, მაშინ როგორც წესი ხდება, რომ მე ვდგები კიდევ ვიმეორებ, შიშველი კანონის წინაშე და როგორც კანონდამრღვევი განვისჯები სამართლებრივად. არა სიყვარულით ახსავსე ურთიერთობით და რომელიც მამასა და შვილს შორის არსებობს. არამედ როგორც დამნაშავე განსასჯელი სკამზე და განვისჯები, განვიკითხები, განვისწავლები შიშველი სამართლებრივი კანონით. და ამიტომ ყოველი ადამიანი, რომელიც უგულებელს ყოფს და არღვევს სულიერ მორალურ კანონებს, იგი ძალიან მძიმე სასიკვდილო ცოდვაში ვარდება. იგი დამნაშავე ხდება ცივი კანონის წინაშე, სამართლებრივად ხდება დამნაშავე. და ეს დანაშაული დამოკლეს מחვილივით არის თითოეული ადამიანის კისერზე. აქ ღმერთი არაფერს უაშია. როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, აბა როგორ ლაპარაკობენ ახლა ესენი, ღმერთით არ ღმერთმა დაგვიფაროს. აი მაგალითად, რო გამოვიდეს პოლიციის პატრული რო გამოვიდეს, პატრულის თანამშრომელი და გითხრათ, რომ მეგობრებო, ნასვამი ნუ დაჯდებით საჭესთან, მეგობრებო, ესე იგი სიჩქარეს ნუ გადააჭარბებთ, მეგობრებო, საგზაო ნიშნები დაიცავით, თუ არა ჩვენ პასუხისმგებელი არა ვართ, რაც თქვენ დაგემართებათ, ესე იგი, გზაზე, იმიტომ რომ ძალიან საშიშია. ვიღაცა იტყვის, რომ ღმერთი დამნაშავე და გვჯისო, ან თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრიო, არავინ არ იტყვის ამას, იმიტომ რომ ეს არის წესები და კანონები, რომლის დარღვევა არაფრით არ შეიძლება. მსგავსი რაღაცა, როდესაც ეკლესია ამბობს, რომ თქვენ დაისჯებით ესეთი ადამიანები, ღმერთი არაფერ შუაში არ არის. არაფერ შუაში. იმიტომ რომ ღმერთი თქვენ უარყავთ, თქვენ ღმერთთან ერთობა არ გსურთ. თქვენ ზურგს არქცევთ, თქვენ თვითონ დგებით, თქვენ თავს თვითონ აყენებთ შიშველი სამართლებრივი კანონის წინაშე, რომელიც ხისტად იწყებს მოქმედებას. როგორც გრავიტაციის კანონი იწყებს ხისტად მოქმედებას. როგორც არ უნდა ვაშავებდეთ ჩვენ ეკლესიის წარმომადგენლები. მე ადრე მithქვავს, კაცო, განა ჩვენ მარსიანელები ხო არა ვართ არა? ჩვენ ხო თქვენა ვართ და თქვენიდან გამოსულები ვართ. ჩვენ ხო ერთი სამშობლო გვაქვს და ერთი დედმამის გაზრდილები ვართ, ერთი ეპოქის შვილები ვართ. ჩვენ ხო აი როგორებს თქვენ ახართ, ხო? თქვენი პლუს მინუსებით. ისეთები ვართ ჩვენ. გესმით? თქვენ ხო იცით თქვენი ავკარგიანობა. თქვენაერები ვარ და თუ თქვენ გეშლება და ცოდავთ, ჩვენს გვეშლება და ვცოდავთ. თუ თქვენ რაღაცას ვერ ხვდებით, ჩვენს ვერ ხვდებით და როგორ შეიძლება რომ მე მომთხოვო აბსოლუტური უცდომელობა და სიწმინდე და როცა ამას ვერ დაინახავ და პრინციპში საიდან დაინახავ, მე ხო თქვენაერი ვარ, ამ დროს იწყებ გმობას ინსტიტუციისა, რომელიც ღმერთმა დაარსა. და ეკლესია, მე და პატრიარქი და სხვა მღვდელი კი არ არის. ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, რომელიც გაძლევს საშუალებას შენ თუ მის წიაღში, მის საუფლოში შემოხვალ ქრისტეს დაემსგავსო. მე ნუ მიყურებ კაცო. მე და საყურებელი ვარ, ქრისტეს უნდა უყურო. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი ამ დანახვას, აი ამ ხედვას, აი ამ დამოკიდებულებას და როცა ეს არ არის, ხო? ну მაშინ უკვე იწყება სერიოზული პრობლემები. ადამიანი დგება კიდევ ვიმეორებ შიშველი კანონის წინაშე და სასიკვდილე ცოდვაში ვარდება. ანუ როგორც მაგალითად მეხუთე სართულიდან დაბლა აივნიდან გადასული ადამიანი მძიმე სასიკვდილო საფრთხეში გდებს საკუთარ თავს. ესეთი ადამიანები მხოლოდ საბრალონი არიან, ღმერთმა ყველა შეუნდოს და ყველა სინანული მისცეს. არ შეიძლება მამის შეურაცხყოფა.
როგორც არ უნდა თქვათ ფიქრობდეთ რომ მას რაღაც შეეშალა ან რაღაცას ვერ ვხვდები არ შეიძლება ის როგორც საკუთარი მამის შეურაცხყოფა არ შეიძლება დიახ ზარია პირდაპირ ეთერში როგორც მეუბნებიან თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ პირდაპირ ეთერში ხართ თუ შეიძლება დამლოცე მამაო ქრისტემ დაგლოცოთ თუ შეიძლება დამლოცეთ მამაო ისმის ჩემი დიახ კი მამა ორი ესეთი შეკითხვა მაქვს ღმერთი ძალიან მიყვარს კი მე ვლაპარაკობ გესმით ჩემი გესმის მე ორი ესეთი შეკითხვა მაქვს ორი ესეთი შეკითხვა მაქვს მამაო მე ღმერთი ძალიან მიყვარს ღმერთი ძალიან მიყვარს ეგ შენ უთხარი ხოლმე შვილო ჩემი ძალიან ტელევიზორს დაუწიეთ რა თორე არის მის თქვენი ხმა ძალიან წამს და ძალიან მეშინია ტაძარში დავდივარ და როცა ტაძარში ვდგავარ მაშინ ძალიან თითქოს სიმსუბუქეს გრძნობ მაგრამ ტაძრიდან რო გამოვალ ტელევიზორს დაუწიეთ თქვენ ხმას ნუ უსმენთ იქ მეორდება ხმა დაუწიეთ ტელევიზორს და ისე ისაუბრეთ გესმით ისმის როგორ არის ისმის ყველაფერი ისმის ხო და როცა ტაძარში ვარ ლოცვაზე მაშინ მე გრძნობ რომ რაღაცა ცოტა სიმსუბუქე მაქვს მაგ ტელევიზორს დაწეული მაქვს ისაუბრეთ ისმის ყველაფერი ისმის ეს ხაზი მოაწესრიგოთ უნდა იმიტომ რომ არ ვიცი ხა თქვენი ხმა ისმოდა ქალბატონო ყველაფერი ჩვეულებრივად ისმოდა ვინც რეკავთ ისმის თქვენი ხმა და პირდაპირ ისაუბრეთ ხოლმე ესე იგი კითხვა ვერ დაასრულა ქალბატონმა თუმცა ყველაფერი კარგად ისმოდა რომ გაეგზელებინა გავიგებდით ყველაფერს კითხვა ალბათ ესეთი იყო რომ რატომ ხდება რომ ტაძარში კარგად აგზნობს ადამიანი თავს და მე პრობლემა ექმნება და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის რომ მადლს რომელსაც ტაძარში ვღებულობთ მე ჩვენ ვერ ვინარჩუნებთ აი სწორედ ისევ იქ ვართ ჩვენ ადამიანისათვისო შეუძლებელია ცხონება ამას ნიშნავს ესე იგი აი როგორც ქვა რომ ჩადო წყალში 1000 წლეულები რო ქვა წყალში იყოს ის ქვა შიგნიდან არ სველდება იმიტომ რომ ქვისათვის შეუძლებელია წყლის შეწოვნა ასეთი მსგავსი რამ ხდება ზუსტად ესე იგი ადამიანის ცხოვრებაში როდესაც იგი მადლის ზემოქმედება ხდება მასზე გარედან სველდება ქვასავით შეიძლება ასე ითქვას და გრილდება და მას ეს მოსწონს ანუ მადლის მოქმედება მასზე კარგად მოქმედებს მაგრამ როგორც კი გამოდის ის შრება და იმიტომ შიგნით არ აღწევს იმიტომ რომ ადამიანისათვის შეუძლებელია ღვთის მადლის დატევნა მაგრამ ეს რომ მოხდეს ამიტომ ჩვენ უნდა ქრისტესთან ურთიერთობა შიგნიდან მოვიძიოთ ისე ვიქავართ შინაგანი სულიერი ცხოვრება და ეს გონიერი ლოცვის გარეშე როცა ადამიანი კი არ ამბობს ღვთის ლოცვის სიტყვებს არამედ ეუბნება კი არ ისვრის ამ სიტყვებს სადღაც არამედ თავის თავში შიგნით ეუბნება იმიტომ რომ ღმერთმა თქვა რომ ქრისტე განკაცებულმა ღმერთმა გვითხრა რომ სასופველი თქვენ შიგნით ეძებეთო კი არ ამბობს მექანიკურად რაღაც სიტყვას რომელიც წერია არამედ ამ სიტყვას იაზრებს ითავისებს და როგორც საკუთარი სულის მოთხოვნილებას ისე მიუტანს ღმერთ შიგნით ხო აი ეს პატარა ნიუანსებია ხო
და კიდე სხვა უამრავი რა თქმა უნდა. თუ მან ესე არ დაიწყო, ანუ ღმერთის მოძიება, ღმერთთან ურთიერთობის მოძიება თუ არ დაიწყო თავის თავში, ადამიანი ვერ ინარჩუნებს ამ მადლს, იმიტომ რომ სველდება გარედან ქვასავი და შიგნით არ აღწევს. უნდა შიგნიდან მოხდეს ადამიანის მეტამორფოზა. ზარია პირდაპირ ეთერში როგორც მითხრეს კიდე. პირდაპირ ეთერში ხართ. როცა ტაძარში ვარ, სიმსუბუქეს თითქოს ვგრძნობ, მაგრამ როცა ტაძრიდან გამოვალ, მაშინ ისევ მეუფლება ეს ტანჯვა, ეს ურწმუნო ნამდვილად არა ვარ. დამეღუპა მეუღლე. მერვე წელია ვიტანჯები, იმიტომ რომ აი ვიცი რომ ის ჩემზე უკეთესად ცხოვრობს. ჩემზე უკეთესად არის, მაგრამ მე მაინც ვიტანჯები იმისთვის, რომ ის ჩემს გვერდით არ არის. და მეორე კითხვა. ჩვენ ჯვარი არ გქონდა დაწერილი, არც ხელი არ გქონდა მოწერილი. უკვე მერვე წელი გადის. არ ვიცი მამაო, ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ამ კითხვაზე. მე თქვენი კითხვის პირველი ნაწილს უკვე უპასუხე, ალბათ თქვენ მე გადაცემას მე გაიმეორებენ და ნახავთ, თუ რატო ხდება რომ ტაძრიდან რომ გამოდიხართ, ის მადლი არ მოყვებათ. ამაზე მე პასუხი გაგეცით, ახლა ვეღარ გავიმეორებ და თქვენ ამ გადაცემას გაიმეორებენ ალბათ და ნახავთ კიდე, ან ინტერნეტში იქნება. რაც შეეხება მეუღლის ამბავს, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ცოლქმრობა დიდი საიდუმლოებაა და ეს არის ორი ადამიანის ერთარსებად ქცევა და როცა ერთი მიდის, რა თქმა უნდა, მეორე ადამიანი რჩება ესე განახევრებული. და ამ დანაკლის, რა თქმა უნდა, ვერაფერი შეავსებს. ადამიანურად მიწიერად ეს შეუსებელი, აღუვსებელი დანაკლისია. მაგრამ სწორედ სულიერი ცხოვრების შემთხვევაში, აი ისეთი როგორც მე თქვენ წეგან გითხარით, მე არ ვიცი თქვენ კითხვას რომ პასუხი, თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა რომ დავიწყე, თუ თქვენ დაიწყებთ სწორედ სულიერ ცხოვრებას, რომელზეც მინიშნება გაგიკეთეთ, როცა კითხვაზე პასუხის გაცემა დავიწყე, მაშინ თქვენ ამ დანაკლისს კი არ შეივსებთ, მაგრამ თქვენ ისეთ ცხოვრებას დაიწყებთ, ანუ თქვენში ისეთი ის ცხოვრება შემოვა, რომელ ცხოვრებაშიც თქვენი მეუღლე იმყოფება არირა წასული უფალთან. ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ არა მიწიერი, არა ისეთი აი დრო ყველაფერს კურნავს, ეს ძალიან ცუდი გამონათქვამია მე ამეყვას, არამედ ჭეშმარიტი სულიერი ნუგეში გექნებათ მაშინ, როდესაც თქვენ სულში დამკვიდრდება ყოვლა წმინდა სამება, ანუ ღმერთი, როგორც ამბობს თავად უფალი ამბობს, ქრისტე პირდაპირ ამბობს. რომ მე თუ ადამიანებს უყვარ ვარ, მაშინ ისინი ჩემ ცნებებს აღასრულებენ. და ვინც ჩემ ცნებებს აღასრულებს, მას ზეციური მამაც შეიყვარებს. ასევე მამას თხოვდა სულიწმინდაც მოვა და მამა იძედა სულიწმინდა დამკვიდრდებით ესეთ ადამიანში. გესმით? ამიტომ და იქ სადაც ღმერთია, თუ თქვენ სულში ღმერთი დამკვიდრდება, მაშინ დამერწმუნეთ, რომ თქვენ უკვე ზეცის მოქალაქე იქნებით და ანუ ხორცი ჯერ აქ იქნებით, ხორცით. მაგრამ სულით უკვე ზეცაში იქნებით, სადაც თქვენი მეუღლეა. ეს არის ყველაზე სწორი და მართებული, ეს არის მართლაც ნუგეში. ამიტომ აი ესე უნდა იცხოვროთ და ღმერთი შეგეწიოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ და ღმერთმა აცხონოს თქვენი მეუღლე. ხოლო ტაძარში ყოფნა ისე რომ თუ თქვენ სწორედ სულიერად ცხოვრებით არ ცხოვრობთ, ხოლო გარეგან მსახურებაში მონაწილეობის მიღება, ის მხოლოდ დროებით გამაყუჩებელ ეფექტს იძლევა და რეალურად თქვენ თუ შინაგანად არ შეიცვლებით, რეალური ნაყოფი არ გვექნება. ღმერთმა ძალა მოგცეთ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების. როგორც მითხრეს, ზარია პირდაპირ ეთერში. მაქვს მამა გაბრიელის საფლავი რომ გაიხსნა, ანუ მესმის რომ ასე იყო საჭირო რომ გახსნეს საფლავი, მაგრამ რა მაინტერესებს, რატომ არის ეს სამთავროს მონასტერში ესე ასე ვთქვათ ზემოდან დარჩენილი ცხედარი და არ არის დასაფლავებული? ой, ჩემო კარგო, აბა, მაგაზე მეკითხვაზე პასუხი როგორ მექნება? მე ხო არც საპატრიარქოს თანამშრომელი ვარ პირდაპირ და არც დედათა მონასტრის წინამძღვარი, ვერ გეტყვით. მე როგორც ვიცი, დაკრძალვა უნდა მოხდეს. საერთოდ ესეთი ტრადიცია ამოღებისა, ნეშტისა, წმინდანის ნეშტის ამოღების ტრადიცია საქართველოსათვის უცხო იყო.
პრინციპში. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს. ხო, მაგრამ ჩვენთვის უცხო იყო და ვერ გეტყვით, ძალიან გამჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, შენდობას ვითხოვ მე არ ვამაქვს. თუმცა მაქვს ის ინფორმაცია, რომ დაკრძალვა მოხდება იმ ადგილას, სადაც იყო ადრე დაკრძალული წმინდა მამა გაბრიელი. ესე იგი, ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა და ვსაუბრობდით რომ ესეთი რამე ითქვა თეზის სახით, რომ ადამიანი ცხონებას რო კარგავს, შემთხვევით კი არ ხდება ეს. და წარწმეთის გზაზე ადამიანი შემთხვევით კი არ დგება, არამედ ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანი შინაგანად ბოროტის მსგავსი ხდება. ანუ ბოროტებისადმი შინაგანი მსგავსების გამო ხდება ადამიანი წარწმეთის გზაზე და კარგავს გადარჩენას, ანუ ცხონებას. და არა შემთხვევით, რაღაც გარემო, რაღაც სიტყვა ვერ გაიგო, მოძღვარმა დააპკოლა, ეკლესიის რაღაც არ მოეწონა, თქვათ იქ და ასე შემდეგ, როგორც შემთხვევითობა, რაღაც აეწყო, რაღაც აღზრდა არ მიიღო, ანუ სინამდვილეში ესე არ არის. ადამიანი ცხონებას კარგავს, იმიტომ რომ მაშინ ღმერთი უსამართლო გამოვა, რომელმაც შემთხვევით ესა თუ ის გარემოებები შეგიქმნა. სინამდვილეში ადამიანი ცხონებას კარგავს და წარწმეთის გზაზე დგება თავისუფალი არჩევანით და ეს ხდება იმიტომ რომ შინაგანად ადამიანი არის მიმსგავსებული ბოროტებას და იმე მახსენდება იოანეს სახარების ამოგიკითხავთ უბრალოდ იოანეს სახარების მესამე თავიდან ესეთ ადგილს როცა თქვათ აი კარგად ჩანს ჯერ რას ნიშნავს საღვთო სასჯელი აი მეწეღანაც გითხარით დაახლოებით ამის შესახებ რომ ღმერთი კი არ სჯის არამედ ადამიანი თავად აქცევს ღმერთ ზურგს, აი მაგალითად, ეს არის სასჯელი, ეს იოანე სახარებაში კითხულობთ მესამე თავში. რამე თუ ნათელი მოვიდა, ნათელი ანუ ქრისტე მოვიდა სოფლად, ხო მოვიდა სოფლად, მაგრამ შეიყვარეს კაცთა ბნელი. ნათელი კი მოვიდა, მაგრამ კაცთა ბნელი შეიყვარეს, თავისი არჩევანით. სასჯელი ამას სასჯელი აქედან გამომდინარეა, არა ღმერთის გამო, არამედ მე რო თვალებს დავიხუჭავ და დავიბრმავებ, განამზის ბრალია ესა, ჩემი ბრალია, მე ვაკეთებ ამას. ანუ მე მომეცა საშუალება დამენახა ქრისტე, მაგრამ მე უარყავი. შეიყვარეს კაცთა ბნელი ვიდრე ნათელი. და რატო შეიყვარეს ბნელი ვიდრე ნათელი? რამე თუ იყვნენ საქმენი მათნი ბოროტი. ანუ მიზეზი ის რომ ადამიანმა უარყო ნათელი, შეიყვარა ბნელი არის არა შემთხვევითობა, არამედ ის რომ მის ჩემი შინაგანი სამყარო, საქმე ამ შემთხვევაში ამას გულისხმობს, ჩემი შინაგანი სამყარო, რომელსაც მე ხელები ნივთებენ, როგორც ფსალმუნებშია, ანუ ხელები იქმნან, ეს ამის მიზეზი არის ჩემი შინაგანი სამყარო. ამიტომ მე ცხონებას შემთხვევით არ დავკარგავ ადამიანი და შემთხვევით არ მოვიპოვებ. წარწმეთის გზაზე შემთხვევით არ ვდგები, არამედ ადამიანი შინაგანი მსგავსების გამო ბოროტებასთან ხდება წარწმეთის გზაზე და კარგავს ცხონებას. როგორც მითხეს ზარია კიდევ პირდაპირ ეთერში. საღამოშიდობის მამაო გაიხარეთ მე თქვენ ახლა ბძანეთ რომ ის ჩვენ გვდულებით ადამიანები ვართ და ვწოდავთო აი ეს ჩემთვის მიუღებელია სხვისგანაც გამიგია ასე და ჩემთვის სულად მიუღებელია იმიტომ რომ მე 25 წელია დავდივარ ეკლესიაში რა თქმა უნდა ცოდვილი ადამიანი ვიყავი ბევრი შეცდომა მქონდა და ცოდვას ჩავიდინე მაგრამ ნუ ნელა განთავისუფლდი და ახლა სულ სინანულში ვარ მე ვცდილობ რომ არ ჩავიდენო ცოდვა უბრალოდ მრევის რიგითი წევრი ვარ ვცდილობ რომ ნიმუში უნდა ვიყო სანიმუში უნდა ვიყო რომ აი ჩემი შემხედარე სხვამაც მიიღოს ქრისტიანობა თუ კი მუდმივი შეცოდავდა ცოდილი შენო ადამიანები ვარდა და ცოდათო ეს სულად მიუღებელია ძალიან ვთქვით რომ აი მიპასუხოთ რა ვქნა შეიძლება მართალი არა ვარ მაგრამ მასე მგონია კარგად დადებოდეთ პავლე მოციქული გვასწავლის რომ კამათი ჩვენი საქმე არ არის, ამიტომ მე თქვენ ვერ შეგეკამათებით, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავადასტურებ, ეს ბოლო ზარი იყო, იმიტომ რომ როგორ ამოიწურა, ამაზე გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ დავადასტურებ ქრისტიანულ სწავლებას. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ცოდვაზე, აქ არ ვსაუბრობთ სასიკვდილე ცოდვებზე. რა თქმა უნდა, არათუ მღვდელი, არამედ არც ერისკაცი და მით უმეტეს მღვდელი არ უნდა მრუშობდეს არ უნდა ლოთობდეს, არ უნდა ნარკომანობდეს, არ უნდა ქურდობდეს, არ უნდა ყაჩაღობდეს, ურწმუნო არ უნდა იყოს, მოდი აქედან დავიწყოთ, უღმერთო არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ღვთისშიში უნდა ქონდეს. რა თქმა უნდა, ახლა მღვდელი თუ აი ამ რაღაცებს ჩასდის,
მაშინ ის ქრისტიანიც არ არის და ასევე არც ქრისტიანული არ ჩა. პავლე მოციქული ამბობს, რომ ამ თემებზე ქრისტიანები საერთოდ აღარ უნდა საუბრობდნენ. ჩვენ ამ ტიპის ცოდვებზე კი არ საუბრობდით. ჩვენ საუბრობდით ცოდვებზე, რომელზეც აი ყველა ადამიანი რო იგრძალება, იქ ესეთ სიტყვები იკითხება, არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს. ეს ერთი, მეორე. ქრისტიანული სწავლება ესეთია, რომ ადამიანი როგორც არ უნდა სწორად ცხოვრობდეს სამოქალაქო თვალსაზრისით და აი ამ პირუტყულ რაღაცებს აღარ ჩადიოდეს, თქვენ გონიათ ადამიანი უკვე თავისუფალია ცოდვისაგან? როგორც კი გეგონებათ, რომ თქვენში ადამიანის ცოდვა აღარ არის, თქვენ ხილში ხართ და სამწუხაროდ ექვემდებარებით უფლის აი ამ ძალიან მძიმე სიტყვებს. მოვედი წოდებათ არა მართალთა, არამედ ცოდვილთა სინამდვილად. ქრისტეს სიტყვები რო ვთარგმნოთ თანამედროვე ქართულ ენაზე ნიშნავს ამას, რომ მე მოვედი არა იმისათვის, რომ დაუძახო, მოუწოდო მართლებს, რომლებსაც ცოდვები არა აქვთ. ამათ ქრისტე არ ჭირდებათ. მართალ ადამიანს, რომელსაც ცოდვები აღარ აქვს, მხსნელი აღარ ასჭირდება. არამედ მე მოვედი იმათვის, ვინც ნანობენ თავიანთ ცოდვებს, რომ ისინი გამკურნო და შევიწყნარო. უმთავრესი ქრისტიანობაში ეს არის ადამიანის მიერ დანახვა ადამიანის დაცემულობისა. ქრისტეს სიტყვები გავიწყდებათ ამ დროს, როცა ამბობს უფალი, რომ კაცთაგან შეუძლებელია სასუფეველში დამკვიდრება და ცხონება. აკლემი უფრო იოლად გაძორება ნემსის ყუნჩში, ვიდრე ადამიანი შევა სასუფეველში. ანუ ადამიანს თავისთავად ამის უნარი არ აქვს, ხოლო ის სიკეთენდი, რასაც ჩვენ ჩავდივართ. ეს არის ღვთისაგან მოცემული ნიჭები და ასევე ვალდებულებები ადამიანური. წმინდა წერილში, ჩვენ რო წმინდა წერილი კარგად ვიცოდეთ, შეიძლება ეს შეცდომები აღარ დავუშვათ. წმინდა წერილში უფალი ამბობს ესეთ რამეს, რომ თქვენ მეტყვით და როცა მოგივათ თავში ესეთი აზრი, რომ აი ეს ამას ვაკეთებთ, ამდენ სიკეთეს ვაკეთებთ. თქვენ თავს უთხარით მაშინ, რომ მე გამოუყენებელი მონა ვარ ღვთისა და რაც მევალებოდა ის გავაკეთე. ანუ ადამიანი, რომელიც ჩადის სიკეთეს, ის თავის ვალდებულებას აღასრულებს. როგორც მაგალითად დედა ვერ დაიკვეხნის, რომ იცი რა მე რა კაი ხალი ვარ, რატო ხარ კაი ხალი? იმიტომ ჩემ შვილებს უვლი. აბა რა უნდა გააკეთო? ადამიანი, რომელიც აი ამ საშინელ ცოდვებს არ ჩადის და სიკეთეს აკეთებს, ეს მისი ბუნებითი ვალდებულებაა. ამიტომ მას და უფალი ამბობს, ამისთვის ჩემგან მადლობაც არ გეკუთვნის. არა თუ ცხონებას არ ვიმსახურებ ჩვენი ადამიანური სიკეთისათვის, არამედ მადლობაც კი არ გეკუთვნის. ეს არის ადამიანური ვალდებულება, რომ კარგი დედა ხარ, კარგი მამა ხარ, კარგი შვილი ხარ, კარგი მეზობელი ხარ, კარგი მოქალაქე ხარ შენი სამშობლოსი, კარგი მეგობარი ხარ, ეს ვალდებულებებია, როგორც ფუტკარს არ ეკუთვნის მადლობა თავს რო აკეთებს, ძაღლს არ ეკუთვნის მადლობა რომ ქურდს არ შემოუშვებს, ძროხას არ ეკუთვნის მადლობა რომ ძეს მოიწოლება, ასევე არ ეკუთვნის ადამიანს მადლობა ჩადენილი სიკეთისათვის. გარდა ამისა, გახსოვთ უფლის სიტყვები წმინდა წერილში. მრავალი მეტყვის თქვენ საშნელ სამჯავროზე. უფალო. განაშენი სახელით არ წინასწარმეტყველებდით. შენი სახელით სასწაულებს ვახდენდით. შენს წინაშე ვჭამდით, სვავდით და უფლის სიტყვები განმეშორენით არ გიცნობთ მოქმედნო უსჯულოებისანო. ისეთი მიდგომა, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ, ამიტომ უკვე ცხონებული ვარ, ეს არის არაქრისტიანული მიდგომა. ეს არის თქვათ შეიძლება მუსულმანური მიდგომა იყოს. იმიტომ რომ ისლამურ სარწმუნოებაში არის ეს მიდგომა. ღვთის მეგობარი ხარ, იმიტომ რომ ყველაფერს აღასრულებ, რაც ღმერთმა დაგიწესა. ამიტომ ღირსი ხარ სამოთხისა. მაგრამ ჩვენ არა ვართ მუსულმანები, ჩვენ ქრისტიანები ვართ. და ჩვენ ვიცით წმინდა წერილში, რომ ისინი, ვინც ყველაფერს აღასრულებდნენ, მათ ქრისტე მოკლეს და გაიმეტეს სესიკვდილოდ. ორი ადამიანი შევიდა სალოცავად. ერთი მე ფარისეველი. ფარისეველი დღეს გახდა სალანძღავი სიტყვა, თორე ფარისეველი ეს არის ტექნიკური ტერმინი იყო, რომელიც ნიშნავდა ძალიან ესეთი ღვთის მოშიშ, კეთილმსახურ, მორწმუნე ადამიანს, რომელიც ყველაფერს ზედმიწევნით აღასრულებდა, პლუს იყო ძალიან ზნეობრივი, ზრუნავდა სამშობლოზეს და ასე შემდეგ. და ფარისეველი ამბობს, რომ მადლობა ღმერთო მე, რომ ყველა იმ სიკეთისათვის, რომელსაც მე ვაკეთებ, და ღმერთს მადლობას ეუნება, თავის თავს კი არ მიაწერს. მადლობა ღმერთო, რომ კარგი ვარ და არა ვარ ისეთი ცუდი, მაგალითად როგორც ეს მეზვერი და მეზვერი არის სამშობლოს მოღალატე, რომელიც გდია სადღაც თავი ვერ აუწევია. და
ფარისეველი მრავალ სიტყვებს ლოცვაში და სულ მადლობას ეუნება, მადლობა ღმერთო და მადლობა კიდევ რომ ამისათი ნაგავიც არა ვარ, მე იმიტომ რომ მართლა კარგი ვარ და შენი დამსახურება, აი, მოსწონს ფარისეველს თავი. მართალია ღვთის დამსახურებაა, მაგრამ მოსწონს. და აი ის ნაგავი, სამშობლოს მოღალატე, რომის იმპერიის სასარგებლოდ მომუშავე, ხალხის გამყვლეფი, საზიზღარი, მეზვერე თავს არ წევს ზემოთ და ამბობს: ღმერთო, გამწმინდებე ცოდვებისაგან და შემიწყალე. ღმერთო, გამწმინდებე. და იცით რას ამბობს იესო ქრისტე? ის გამოვიდა გამართლებული. და აი ეს მართალი, მაგრამ გაბღენძილი არ გამოვიდა გამართლებული. პირველი ვინ შევიდა 64-ში? კაცი, რომელიც კლავდა, ქურდობდა, ყაჩაღობდა, აუპატიურებდა თავის ცხოვრებაში, ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია. როცა ქრისტე მას ეუბნება, რომ დღეს ჩემთან იქნები 64-ში, ჩვენ რო ეს გაგვეგო, აი ჩვენ გვითხრეს, რომ იესო ქრისტე ღმერთია და კლავენ. აბა მივედი რა ხდება და ხედავ ეს ორი ნაძირალაა, ჯვარცმული მთელი ცხოვრება აიკლეს და შეიძლება იმან კიდე ჩემს ახლობლებსაც რეები გაუკეთა, იმ მარჯვენა მყოფმა ავაზაკმა, ვინ იცის რეები აქვს ჩადენილი, მე ვიცი და უცებ მესმის, რომ ვისაც ამბობენ ეს მესიაო, ქრისტია, ეუბნება რომ დღეს ჩემთან იქნები 64-ში. აბა ესა ყოფილა და წამოვიდოდი. არ შეიძლება, ეს ძალიან საშიში მიდგომა, ძალიან საშიში მიდგომა. არაფერია სამყაროში მონანულ ცოდვილზე უფრო ლამაზი. არაფერია. და არაფერია უფრო მძიმე სანახავი ვიდრე მართალი და თავის სიმართლით თვითკმაყოფილი. თვითკმაყოფილება ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ ხედავს თავის თავში ადამიანის მდგომარეობას. არც ახსარებას, არც ზიარებას, არც ლოცვას, არც მარხვას, არც ანთლის დანთებას, არაფერს ფასი არ აქვს, თუ ადამიანს არ აქვს სინანული, რომელიც ნიშნავს, რომ ადამიანი იმყოფება ჯოჯოხეთში თავისი მდგომარეობით და ამას ხედავს და ისრაფის ღმერთისაკენ. ესეთი წმინდანია სილვან ათონელი, რომელიც მე-20 საუკუნის დაახლოებით შუა პერიოდში გარდაიცვალა. ეს არის უდიდესი წმინდანი, მე ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ, სილვან ათონელი. ის ცხოვრობდა საოცარი ანგელოზებრივი ცხოვრებით. საოცარი ანგელოზებრივი ცხოვრებით. და ამ საოცარი ანგელოზებრივი ცხოვრების პერიოდში და დროს მას ბუნებრივია ქონდა ეს განცდა, რომ კარგია, ხო, მართლა კარგი იყო და კარგია. და მას ეცხადება უფალი და ეუნება. ანგელოზი ეცხადება, ჯერ და ეუნება. შენი ცხოვრება საზიზღარია ღვთის წინაშე. და გაოგნდა სილვან ათონელი. ყველაფერს აკეთებს, ღამელოცვაში ატარებს, დღეშრომაში ატარებს, სულ ლოცულობს, სულ შრომობს, სულ. ათონელი ბერია, საზიზღარია შენი სულიერი ცხოვრება და ცხოვრება ღვთის წინაშე და გაოგნდება. წუხარებას ჩავარდება და მე თავად ქრისტე ეცხადება და ეუბნება. თუ გინდა რომ ცხონდე, დაიმახსოვრე გადარჩენის ცხონების ეს ოქროს ფორმულა. შენი თავი ჯოჯოხეთში ამყოფე, მაგრამ იმედი არ დაკარგო. ამით მეანიშნა, რომ შენ თუ არ დაინახავ შენში, შენ როგორც ადამიანის შვილი ხარ, ადამიანის დაცემულობას, ადამიანის მდგომარეობას, რომ მას ღმერთთან ყოფნა არ შეეძლო, შენ ამას თუ ვერ დაინახავ, აკლემი რო უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ხუთში, ვიდრე შენ შეხვალ სასოფლოში, ამას თუ არ დაინახავ და იქიდან თუ არ შეღაღადებ, უფალო შემიწყალე და შემინდე და შენთან მამყოფეო და ხსნას თუ არ ითხოვ, შენთვის იესო არ იარსებობს და იესო მხსნელს ნიშნავს. აი ეს არის და როცა აი ამის დანახვა ვერ ხდება, ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა. წმინდა მამები, მე ძალიან გთხოვთ, რომ ნუ დაკმაყოფილდებით საკუთარი შეგრძნებებით. იკითხეთ წმინდა მამები. აი მაგალითად ქართულ ენაზე გამოვიდა ახლა წმინდა ეპისკოპოსის ეგნატე ბრიანჩანინოვის თხუზულებები, ეს არის საოცარი წმინდანი, რომელმაც მოახერხა წმინდა მამების ნაკრები გააკეთა. დღეს რუსულ ენაზე ბევრი არ კითხულობს, თუმცა მისი რუსულად 5 ტომეული და 7 ტომეულია სხვადასხვა ვერსიით. განსაკუთრებული საინტერესოა მისი პირველი 2 ტომი, ასკეტური გამოცდილება. ქართულად ითარგმნა ამ პირველი 2 ტომის გამოკრეფილი რაღაც ნაწილები. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაწილები, სადაც ხიბლის შესახებაც საუბრობს, არის სწორედ ამ გამოკრეფილი სქელი წიგნია, ესე ქვია. იქ გამოვიდა ასევე წერილებიც ბრიანჩანოვის ქართულად, მაგრამ მე გირჩევთ აი ამას პირველ რიგში. გაეცანით აქ წმინდა მამების შეხედულებებს, რას ლაპარაკობენ, თუ რას ნიშნავს სულიერი ცხოვრება, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი და რას ნიშნავს ხიბლი. ხიბლი ეს არის ყველაზე საშინელი მდგომარეობა ადამიანისა, იმიტომ რომ ადამიანი თავდაჯერებულობაშია, გონია რომ ცხონების გზაზეა, გონია რომ წმინდანია და ამ დროს შეიძლება იყოს ძალიან ცუდ მდგომარეობაში.
რაც შეეხება მღვდელების ცოდვებს, კიდევ ვიმეორე. თუ თქვენ ეძებთ უცოდველ მღვდელს, თქვენ ეგეთ რამეს ვერ ნახავთ. მეორე სხვივეს არ ნიშნავს თუ მღვდელი სასიკვდილო ცოდვებით, გარეგანი სასიკვდილო ცოდვებით მრუშობს, ყაჩაღობს, ქურდობს, ნარკომანობს, მემთრალეობს, კი ბატონო, მას ჯვარი უნდა მოეხსნას და განიკვეთოს. მაგრამ თუ ადამიანი თუ მღვდელი ამას არ ჩადის, არ ნიშნავს რომ ის არ ეშლება, არ ცდება, უცოდველია. ესეთი რამე არ არსებობს. უიენოქროპირი როდ მე-4 საუკუნეში ამბობს, კიდე კაი რომ მღვდელი ცოდვილია და ამ ცოდვასთან ბრძოლის გამოცდილება აქვს. და ასე შეუძლია დაგეხმაროს შენ, თორე თვითონ რო მღვდელი ანგელოზი ვიწმინდა იყოს, ის ანგელოზი იყოს, ვერასოდეს ვერ გაიგებდა ადამიანო შენ ცოდებს და შენთან ვერასოდეს ვერ იტირებდა. დღეს ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ქრისტე შეგვეციოს და მოგცეს უფალმა სწორე სულიერი ცხოვრების გზა და შესაძლებლობა. ამინ.